შენი პოდკასტი დღეს ჩვენი სტუმარი არის ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი მათე მაყაშვილი. Привет. დიდება შენდა. Привет. შენ დიდება. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. ეხლა ჩავწერეთ რაღაც საპილოტო ვერსია ცოტა სხვა პოდკასტის, რომელიც ძალიან თავისუფალ სტილში იყო. უბრალოდ ლაპარაკობდით ისეთები, რომელიც ამ რაღაც მოწესრიგებული public image-ის მიღმა კიდე ხო ვართ, ან ადამიანები ხო ვართ რაღაცეები, ანუ არქეტიპულად მაგები, ისინი რაღაცა სულელები, სხვადასხვა არქეტიპული გამოხატულებები ხო ვართ, სულ ესეთი ტიპები ხო არა ვართ, რაღაც ესეთი გადაცემა ჩავწერეთ, მაგრამ არ ვიცით გავა თუ არა იმდენად სულელებიც ვართ, რომ არ ვიცით გავა თუ არა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ამათესთან ლაპარაკი ჩემთვის არის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. მით უმეტეს ამხელა თავგადასავლიდან არის დაბრუნებული ინდოეთიდან, სადაც იყავი რამდენი ხანი? 4 თვე. 4 თვე. ხო, მე თვენახევარი ვიყავი, მაგრამ ეგეც ძალიან ბევრი იყო ჩემი შეგრძნებით, უკვე ძალიან მინდოდა ჩამოსვლა რა. ერთადერთი მიზეზი რატომაც მინდოდა ჩამოსვლა ის იყო, რომ ძალიან მენატრებოდით თქვენ, იმიტომ რომ თქვენ მაშინ აქ იყავით და აი მაგას მივხვდი, რომ რაც არ უნდა ღვთაებრივ ადგილას ვიყო თუ სადაც არ უნდა ვიყო, მით როგორც არის ინდოეთი, სადაც არის სულ ან ვინც ინდოეთში დამყოფი არ არის, ვერ მიხვდება ვერაზროს რა არის ინდოეთი, იმიტომ რომ ეს ვიდეოები და რაღაცები არ ასახავენ იმ მდგომარეობას. იმიტომ რომ გონია რომ აი ეს იბინძურე რაღაც ეგეთი, აი ცოტა კი იბინძურე ყველაფერი არის, მაგრამ ცოტა სხვანაირი, რაღაცა სხვა წესრიგის ქვეყანა არის რა, სხვა აღწერი, სხვა წესრიგის რაღაც, იმიტომ სხვა გახსნილობა გინდა იქ რა, მაგრამ და ძალიან დიდი ღვთაებრიობა არის ყველა ფეხის ნაბიჯზე. მაგრამ როცა არ აკყავს ის ადამიანები, შენი ადამიანები, რომელთანაც კარმულ კავშირში ხარ, რომლებიც გიყვარს, რომლებიც აი ძალიან დიდი დალოცვაა, რომ ეს ხალხი არის შენ გვერდით, მაინც არაფერს არც ინდოეთს და სხვადასხვა ევროპაზეც ეგეთი ის მქონდა, რომ აი კაია, მაგრამ ვის გაუზიარო. ხო, მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა კი, მაგისი შეგრძნება მქონდა, მაგისი დანაკლისის შეგრძნება მქონდა. თავიდან კი მარტო ვიყავი, მე შევხვდი რაღაც ადამიანებს, ქართველებიც იყვნენ. მაგრამ მაინც აი სულიერი სამეგობრო მაინც ხვანაერია, იმიტომ რომ ის სულიერ თავგადასავალში ვიყავი, ასე ვთქვათ, მე რა, ანუ გარეთ კი მოგზაურობ, მაგრამ ჩემში ხო შიგნით კიდე რაღაც თავგადასავალი მიდის, რაღაც კიდე შინაგანი მოგზაურობა და ეს შინაგანი მოგზაურობა უფრო საინტერესო არის ჩემთვის და აი ამისი რაღაცა სიღრმისეული რაღაცების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანი არის რა. იმიტომ რომ მანდ მჭირდება რაღაცეების reality check-ები, შემოწმებები და გაზიარება და მე აბა რა ხდება ხო, თორე ნუ გარეთ რასაც ხედავთ იქ ასე ვთქვათ, გარეგან სამყაროში ბევრთან შეგიძლია გაერთიანდე რა, გაერთო რა. ბევრ ადამიანთან ერთად შეგიძლია გაერთო, მაგრამ აი არის ხოლმე რაღაც მომენტები, როცა ხვდები, რომ ხო, აი მარტო ხარ, აქ მარტო ხარ რა. და რა ვიცი, ბევრჯერ მინატრი ხართ თქვენს მეგობრები, რომ აი რა კარგი იქნება, რომ ეხა ერთად ვიყოთ აქ და მაგარი იქნებოდა. მოვა კი, უეჭველი. მაგასაც გავაკეთებთ. ხო. აი რატომ დადიხარ აქეთ იქით? ბიჭო, აი გარდა იმისა, რომ შვილდოსანი ხარ. არ დავდივარ საქმეც მაგაშია რა, ძალიან დიდი ხანია ეს მშვილდი არის მოზიდული, აი ძალიან დიდი ხანია პირველად. ნუ არა, კი დავდივარ, როგორ არ დავდივარ, ეხლა დაახლოებით აი 17-18 წლის ვიყავი, რომ დავიწყე სიარული ჯერ ლაშქრობებს დავდიოდი საქართველოში, მე ცოტა ფული რო გამიჩნდა ევროპაში მოგზაურობა მომინდა. მე უკვე აზია, როცა რაღაცა სხვა ინტერესები გამიჩნდა, აზიაში მინდოდა რომ წავსულიყავი, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი აზიური თავისუფლება ძალიან მომწონს, თან კარგია ის რომ იაფია, ეს ძალიან დიდ თავისუფლებას გაძლევს, შინაგან თავისუფლებას გაძლევს და შებოჭილად არ გრძნობ თავს რა, მაგალითად როგორც ევროპაში, ხა დღეში 1.50-100 евро რო გჭირდება მაინც იმისთვის, რომ უბრალოდ ნორმალურად იყო. და იქ არ არის რა, ეგრე რაღაცა არ იკლებ მაინც არაფერს და მაინც თავისუფლებაა რა რაღაცნაირი და ეს აი პირველი ძახილი მახსოვს, აი სადღაც 26-27 წლის ვიყავი, რომ გაჩნდა, რომ აი წასვლა მინდოდა რა, აი რაღაცის წასვლა მინდოდა რა, ეს ძალიან ძლიერი იმპულსი იყო რა და სულ გული მწყდებოდა მაგაზე, რომ მაშინ ვერ წავედი, იმიტომ რომ რაღაც ბევრი შიში და დაბრკოლება მქონდა გონებაში, იმიტომ რომ რაღაც არ მქონდა ფული, ეხლა როგორ წავიდე, სად წავიდე, სადმა წავსულიყავ ის არ ვიცოდი, ჯერ ფიქრობდი, რომ აი მოდი ირანში წავალ ავტოსტოპით და მე ვნახოთ რა მოხდება და
არ ვიცი, ერთ ბილეთს ვიყიდი და რაღაცას მაჩვენებს მე გზა. ეს ხმა იყო, რომელიც შიგნიდან ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კი უნდა წახვიდე და ძალიან წმინდა იყო რა, ეს ყოველთვის გრძნობდი, რომ ძალიან დიდი ფარველობა მექნებოდა მაგ გზაზე, ეგ შეგრძნება მქონდა რა. და ისიც კი მქონდა, რომ არც მეშინოდა რეალურად რა, მაგრამ რაღაც რაციონალური გონება მაშინ არ მიშვებდა რა. და რაღაც მინჯაჭულობებიც მქონდა აქაურობასთან მოკლედ და მე ეს ამ იმპულსმა ჩაიარა და მე თითქოს რაღაცა მომენტს ველოდებოდი სულ რომ მინდოდა რომ იქ გამეკეთებინა რა. და მე იყო რაღაცა პატარ-პატარა წასვლებს ვაკეთებდი ყოველთვის რომ ერთი თვით წავედი, ორი კვირით წავედი, მაგრამ აი გრძნობდი რომ ეგ არ იყო საკმარისი რა. ის თავგადასავალი არ იყო რა. ანუ ეს ხმა კიდე ჩართული იყო, არ გაჩუმებულა. და კი რამდენი ხანი უნდა იყოს ახლა ეს რა, მოდი უნდა წავყვე რა, იმიტომ რომ აღარ შემიძლია რა ესე რო იყო რა. და ამიტომ ველოდებოდი აი მომენტს, რომ აი რაღაცნაირად იქნებ ისე გავაკეთო, რომ აქეთაც არ გავაფუჭო საქმე, საქართველოში რაც ვაკეთებ თან ისე მინდა რომ წავიდე, რომ ფულიც მქონდეს, იმიტომ რომ არ მინდა რომ უფულოდ წავიდე და რაღაცა მთლად სანიასივით ვიყო და ვიმათხო რომ ეგეც არ მინდა, იმიტომ რომ კაი ცხოვრებაც მიყვარს. თუ მომინდება ტაქსი წასვლა, თუ მომინდოდა სასტუმროში დარჩენა, რას ვეძახი კაი ცხოვრებას, როცა შეგიძლია. თავისუფლება, ხო, რაღაცა რესტორანში შეგიძლია შეჭამა და არ იყო შეზღუდული ამ რაღაცებში. ხო და თან ის მეორე მომენტი ყოველთვის იყო რა, სულიერ სწავლებებში ასე ვთქვათ, რომ აი არ საწასვლა არ არის საჭირო და აქ უნდა იყო რა ეს იდეა სულ მესმოდა ასე ვთქვათ რა, სხვადასხვა მასწავლებლებისგან და მაგრამ რაღაცა მაინც იყო რა, შიგნით რაღაცა მაინც იყო და ერთი მომენტი კიდე იყო ვიპასანაზე ყოფნის დროს, ну იქ რა ხდება, თვალები დახუჭული გაქვს, მთლიანად შეტრიალებული ხარ და აი შიგნით რაც ხდება, ამ ყველაფერს აკვირდები და აი რაღაცა სურვილები რაც კი იყო, რაღაც თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩაიხურა რა და ეს ერთი სურვილი დარჩა, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხე, რომ აი რაღაც წასვლა მინდა და მე ვაკვირდები ჩემთან, აი რატომ მინდა წასვლა და ძალიან დიდი სიხარული შეგრძნება მაქვს რა. აი მაგაზე მაგ სიხარული შეგრძნება და აი ამ სიხარულს მინდა რომ წავყვე და მე აი ზუსტად რაღაც ბაშარის ვიდეოებიც მომეწია რა. რომელსაც ეგ სწავლება აქვს ხო რომ ყოველთვის მიყევი შენ ახტაცებას და გააკეთე შენი საუკეთესო რა. ამაში და თან ცოტათი დანაშაული შეგრძნებაც მქონდა რომ ეხა მე წავიდე აქ რაღაცები დავტოვო რაღაც ახლობლები დავტოვო, საქმეები დავტოვო, რაღაც გაქცევა ხო არ არის ეს და ეს დანაშაული შეგრძნებაც მიჭერდა სიმართლე რომ გითხრა რა და მე ამ ბაშარმა ეგ დანაშაული შეგრძნებაც მომიხსნა რომ არა აი ახტაცებას თუ წაყვები შენ ახტაცებას ესაა შენი სულიერი გზა თუ რაღაც რა და მე ვთქვი რომ კარგი მოდი აი ჩემ ახტაცებას წაყვები უბრალოდ და ეს ახტაცება იყოს ჩემი გზის მაჩვენებელი რა ასე ვთქვათ და აი ვცდილობდი რომ მაგას წავყოლოდი რა აი ხო არ იწყენ ხოლმე ერთ ადგილას რო ხარ ანუ ის მოწყენის ისინი ის ხო არ არის რომ რაღაც აი იმიტომ რომ ერთ ადგილას რო ხარ იზრდება ერთ ადგილას ერთ ადგილას რო ხარ რაღაცნაირად აი ამ კარმებში რა ადამიანებთან და იმ კიდე ხო პროფესორებს იდგა ღრმად შედიხარ ღრმად შემოდიან ღრმად და რომ მოგზაურობ ბევრი შტაბერტილებების ცვლილება არის შტაბერტილებების ახლდება რა და ეგ მაგან შეიძლება რაღაცნაირად გადაფაროს ის შინაგანი მოწყენილობა რა რაღაც რომლი და ანუ საფუძველში კი არ მოაგვაროს რაღაცა ანუ აი გადაფაროს პროსტა რა მაგას როგორ აკვირდებ ბიჭო მაგას მაინც ვერ გაექცევი რა აი ეგ ისეთი ამბავია რომ მე რასაც აკვირდებოდი რაღაცებს მაინც ვერ გაექცევი სამუშაო რაც გაქვს მაინც დაგხვდება რა იმ ადამიანებთან თუ რაღაცა დასამუშავებელი გაქვს აქ ეგ ადამიანები სხვა სხეულით დაგხვდებიან იქ რა აუცილებლად რა და აი გიждდებოდი რაღაცა პატერნები ისე მეორდებოდა რა რანაირად მეთქი და ანუ მე გადავწყვიტე რომ მეთქი კარგი რა ანუ დაუდგები ამას პირისპირ რა ანუ არ გავექცევი ამას რა და ვცდილობდი რომ ეგ გამეკეთებინა და იქაც აი ადამიანებს ვისაც შევხვდი ბოლოს უკვე რაღაცა ერთი თვე და ორი თვე ერთი გუნდი მოგზაურობდით ასე ვთქვათ ერთად და აი მანდაც ვაკვირდებოდი რა კარმული დინამიკა იყო როგორ იყო რა რანაირად იხსნებოდა რაღაცეები და და ეგ საინტერესო იყო რომ მაინც ვერ გაიქცევი იმას რაც დამუშავო გაქვს რა
ვერანაირად ვერ გაიქცევი. და პირიქით, უფრო მაგასთან რჩები. რაზეც სამუშაო გაქვს, უფრო მაგასთან რჩები რა. იმიტომ რომ აქ უფრო არის რაღაცები გასართობი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო რა. იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად მინდობაში ვარ, ანუ რა ნაკადშიც ვარ, ასე ვთქვათ, ჩემი შინაგანი ვიბრაციული მდგომარეობა რაც არის, ჩემი კარმა რაც არის, მოდი ამ კარმამ წამიყვანოს. და რაც მხდება მე უკვე ან ჩემი კარმა, ან ჩემი ხარმა რა, ანუ და აი უფრო მაგ პროცესში ვიყავი, რომ მინდობილი ნაკადზე რა. და თან ვაკვირდები ეს ნაკადი ხანდახან არის მომენტი, რომ ნაკადს უნდა წაყვე, ხანდახან არის მომენტი, რომ არ უნდა წაყვე, ხანდახან არის მომენტი, რომ უნდა დაელოდო სხვა ნაკადი, რომ ჩამოივლის და მაგების იმაში ვიყავი, რომ არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, რაც მკითხე თუ არა, სწორად გაიგე. ანუ ეს ისიც ხო კიდე რომ აი იქ ის ღვთაებრიობა რაც არის იქიდან გამომდინარე რომ ძალის ადგილებია და აშრამებია და ასე შემდეგ ხო ეს ღვთაებრიობა ხო ინდოეთის ღვთაებრიობა რაღაცნაირად ხო არ შეიძლება რომ დამოკიდებული გახდე ინდოეთზე რაღაცნაირად ისე რომ ანუ შენი კი არ იყოს რაღაცა იქ მიდიხარ რაღაცა შივას გამოცდილება თან მithumetas შენაირი ადამიანი რომელსაც შეგრძნებები განატიფებული აქვს მედიტაციებიდან გამომდინარე შრომა შენი შრომიდან ჩადებული ეს ნაყოფია რასაც იღებ რომ ну რასაც ვეძახით ხოლმე რომ აი ტრიპები რა რაღაცა ის შივას ტრიპს რაღაც მაჰალაქშმის ტრიპი რაღაც ესე რომ იმ შეგრძნებებში რომ შედიხარ და აგემოვნებ და იმის გამორჩევა რომ შეგილია უკვე რომ აი ეს მაჰალაქშმის ესეთი ენერგეტიკა აქვს შივას ესეთი ენერგეტიკა აქვს იმას ესეთი ენერგეტიკა აქვს იქ რაღაცა სხვადასხვა აშრამებს სხვადასხვანაირი ენერგეტიკა აქვს აი ეგ ხო არ ხდება ის ეგეც მომწყინდა სიმართლე რომ გითხრა კი რაღაც ეტაპი არის რომელსაც აი ესე ტაძრებში მოვიარე და კი აი გვარ ამ მდგომარეობაში მე რა ხდება ოკეი გავიგე ანუ ეგ გამოცდილება მე მაგაზე ვფიქრობდი რა რომ აი მივიღე ეს გამოცდილება ეხა რა და აქ ხო არ ვიქნები ყოველთვის შანსი არ არის და რა და მე ხდები იმას რომ ის მომენტში რაღაცა რა პროცესსაც გადიხარ რასაც ამუშავებ ან რა ინსაიტიც გჭირდება მაგ გზაზე არის რაღაცა დახმარებასავით რა და თუ ადამიანს აქვს რაღაცა შინაგანი ტრაუმები აქვს უსაფრთხოების მოთხოვნილება ძალიან გამძაფრებული და იქ თავშესაფარს იპოვის აი ამ შემთხვევაში ეს მიჯაჭვულობები ამ ტრაუმებისგან ხდება რა რეალურად და მინახავს ეგეთი ტრავმირებული ადამიანები სხვადასხვა სისტემებზე მიჯაჭვულები და სხვადასხვა ენერგიებზე მიჯაჭვულები და გაჩნია მე ამას როგორ გამოიყენებ მე ძალიან დამეხმარა პირიქით აი ზუსტად მაგ განკურნების პროცესში რაღაც ტაძრების ენერგეტიკა ძალიან დამეხმარა მე მაგას ვერანაირად ვერ გავაკეთებდი უბრალოდ გამორიცხულიყო რომ ჩემი ძალით ეგ გამეკეთებინა რა მაგრამ მე ხარ რო გითხრა რომ აი მინჯაჭულობა თავიდან შეიძლება იყოს ეგ მომენტი რომ ძალიან დიდი სიხარულია და კი მაგრამ მე ხვდები რომ შენ ახარ რა შენ ახარ და შენი გზა გაქვს რა მაგრამ სასიამოვნოა რაღაცა წმინდა ადგილებში მისვლა. ეგეთი პერიოდი იყო ეხ თავიდან ამ წმინდა ადგილებში დავდიოდი, მე გართობისკენ გადავუხვიე ცოტა. გართობას მოყვება რაღაცა თავისი შედეგები, ხო? ენერგეტიკა ირევა, რაღაცა მინიმუმ რაღაცა 1-2 ღამეს გაათენებ, მე უამრავ ადამიანთან აირევი, შეიძლება ალკოჰოლიც მიიღო, შეიძლება მოწიო რაღაცა ირევა რა, მაინც ენერგეტიკა. მე რო იცი რომ ეს გეგულება, სადაც შეგიძლია მიხვიდე უბრალოდ დაჟდ განიწმინდო. აი ეს რაღაცა ძალიან სასიამოვნოა რა. ხო. აი არ გადაიხარო არც იქით არც აქეთ რა. მესმის. არ ვიცი, ეგ ალბათ ინდივიდუალური დამოკიდებული რომ შეიძლება გახდეს მიჯაჭვული რაღაცა კონკრეტულ ენერგიაზე, მაგრამ როცა ეგ ენერგია ასე თუ ისე გარშემო გააქვს მინჯაჭულობაც უკვე ნაკლებია რა, იმიტომ რომ იცი ის არის და როცა დაგჭირდება მიხვალ რა, ეს რაღაც დახმარებასავით არის გარდა. მესმის. იქიდან როგორ უყურებდი აქაურობას, საქართველოს როგორ ჩანდა, რანაირად აღიქვა. ინტერესო კითხვა არის ძალიან. სამი ამარ დამთავრდა. სამი ამარ არის. სამი ამა არის მედიტაციის პროგრამა, რისთვისაც ვიყავი წასული პირველი სადგურუს პროგრამა. ხო, იშას პროგრამა არის, საბოლოო პროგრამა რა, რამდენიმე
პრაქტიკა აქვს და სამიამა საბოლოო პრაქტიკა, ასე ვთქვათ და ამას ქვია კარმა სამიამას ეძახიან, რამდენიმე სახეობის სამიამა არსებობს. კარმა სამიამას დროს ხდება ძალიან ინტენსიური კარმის წმენდა რა. და ეს რო დამთავრდა რაღაც არ ვიცი ხედვასავით იყო თუ შეგრძნება იყო ძალიან უსაზღვრო რაღაც ოკეანის რა და ჩემი ძალიან დიდი იდენტობის ნაწილი გაქრა იმ მომენტში ქვეყნის შეგრძნებაც არ მაქვს ეხლა შეიძლება იყოს დაც არიელდი ხო იმისგან მანამდე საქართველოს იყო ჩემ ფიქრებში ასე ვთქვათ რა რომ აი რა ხდება და განვიცდიდი ამას მერე ემოცია აღარ მაქვს განსხვავებული იმ მომენტში ვლაპარაკობ რომ დამთავრდა რომ გამოვედი განსხვავებული ემოცია აღარ მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით ვიდრე სხვა ქვეყანასთან რა ხო რომ ეს ძლიერად აღარ მოქმედებს და აი რაღაც ხედვასავით მქონდა რომ არის რაღაც აი უსასრულო ოკეანე რომლის ნაწილიც ვარ და ოკეანეში არის რაღაცა მორევივით საქართველოს გულისხმობ და მორევში იმდენად გვაქვს ძალიან შიგნით ჩათრიფული ასე ვთქვათ ცოტა სლენგი რო ვთქვათ აი ჩვენ თავში ჩათრიფულები ვართ აი თითქოს ეს ენერგია იყო რომელიც აი თავის თავში ტრიალებს რა სულ თავის თავში ტრიალებს და აი მე ვერც მივხვდი რა შემიძლო გამეკეთებინა რა სიმართლე რო გითხრა რომ რაღაც თითქოს ეს მექანიზმი არის რომელიც უკვე ავტომატურად მუშაობს რა და რაღაც მექანიზმია რა რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობს ეს რაღაც კარმული მორევი რაღაცა კარმული მორევი რა რომელიც აი ავტომატურად მუშაობს და ვერ მივხვდი რა უნდა გავაკეთო და მე ანუ მაინც უყურებდი ყოველთვის პროცესებს და გულის წყვეტა მქონდა იმაზე რომ ხა პარალელურად რაღაცა გამოცდილებებს ვიღებ ძალიან დიდი სიხარულის ძალიან უსაზღვრობის რაღაც გაფართოვების და გული მწყდება იმაზე რომ აი ამ მორევის გამო ჩვენ ვერ განვიცდით მაგ მდგომარეობას რა მდგომარეობაც არის აი ამ უსასრულობასთან შეხება რა ამ უსასრულობას რო ვამბობ ეს არ არის რაღაც საშიში ეს არის სიხარულის და სიცოცხლის მიმნიჭებელი ასე ვთქვათ რა ერთდროულად რა ძალიან დიდი სიხარულის და ბედნიერების წყაროა. ამისგან ვართ მოწყვეტილები და ცოტა უძლურებაც დავინახე ჩემ თავში რომ მე არ შემიძლია ამის მიცემა ხალხისთვის. თუ თვითონ ეკნება ადამიანს სურვილი რომ ამას ეზიაროს შეუძლებელია რომ ვინმე მაზიაროს რა. და ეს ამაში ამ უძლურებაში დავინახე ასე ვთქვათ ერთგვარი ტკივილნარევისებ და იყო რა მაგისი რომ კარგი მოცემულობა არის ეგეთი და უნდა მივიღოთ ეგ მოცემულობა და რა ვიცი მე ჩემ საქმეს გავაგრძელებ რა ეს ჩემდეგი ისი რაც მექნება ასე ვთქვათ ნაბიჯი გადასადგმელი იმ ნაბიჯზე წავალ რა და აქ რო დაიბადე საქართველოში ანუ აი რაღაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის რაღაცა რეალობის ფრაგმენტი, ეს არ არის ჭეშმარიტება, ანუ ის რომ შენ ქართველი ხარ, ეხა ესე რომ გავყვეთ, კაცი ხარ, რაღაცა ეხა სულ არც ქესი აქვს, არც სამშობლო აქვს, არც არაფერი არ აქვს, სულთა ცნობიერებას და მაგრამ მეორე მხარეს ხო ესეცაა, რომ ის ქესიც გაქვს, ისიც გაქვს, ქართველი ხარ, კარმულად აქ დაიბადე, რაღაცა საქართველოს ნაწილი ხარ და რაღაცა, ხო? ეს შენთან ეხლა აი ამ გამოცდილებებიდან რა ამ ტრანსცენდენტული გამოცდილებებიდან და იქიდან ანუ ეს ეხლა შენთან როგორ აღიქმება რომ აქ რო გაჩდი რატო გაჩდი აქ ან მიყვარს აქაურობა რა ამას ვიტყვი ეხლა და ამას კიდე უფრო მივხვდი და უცნაური ის იყო რომ როცა მოგზაურობდით აი აუროვილში იყო ეგეთი მომენტი როცა 5-6 ქართველი ვიყავით ერთდროულად რაღაცა ჯგუფივით ვიყავით რა ქართველების ჯგუფი და ყველა გაგიჟებული იყო ამდენ ქართველი ერთდროულად არასდროს არ გვინახავსო და აი ხვდები რომ არის რაღაცა განსხვავებული ჩვენში სხვებისგან რაღაცნაირი სხვანაირი რა რაღაცა ის
აი რა არის? ციცოცხლის ციცოცხლე? რაღაცნაირი სხვანაირი მუხტია რა. აი ვერ ხვდები ზუსტად რა არის, მაგრამ რაღაც აი დავარქვათ ჯიგარი თუ რაღაც ეგეთი არის რა, რაღაც აი მუღამი. ცოტა ამ მუღამში არის ბრძოლის უნარიანობა, არის სიცოცხლის სიყვარული, არის გართობის სიყვარული და რაღაცა ის სიხარული რა. სიამაყე ჯიგარში არის, კი, გლობალურში არის, მაგრამ იქ თითქოს როგორ ვიყავით, იცი, მაინც ამ რაღაცა კეთილთვისებებს ვაჩენდით მე უფრო რა, თან ცოტანი ვიყავით, არ ვიყავით რაღაც დიდი ჯგუფი ხო და მეტნაკლებად თან ერთმანეთსაც ვაბალანსებდით და თან სადაც მივდიოდით, ყველას უკვირდა ჩვენც ეგზოტიკა ვიყავით, კარგი იტალიელი გავიგეთ, ინგლისელი, ამერიკელი ყველაფერი და ჯორჯია და ვაუ, ჯორჯია, რაღაცა ჩაგვირთე შენი სიმღერა და ვაუ, რა მაგარი. ჩავართოთ ჩვენ სიმღერას და კაი, ვიცეკოთ ქართული და აი მაგ მომენტში ცოტა აი მეტირებოდა კიდევაც და მიხარობდა, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და მადლიერების შეგრძნება მქონდა ძალიან დიდი რა. იმის აღქმა გაქვს, რომ ეხა საქართველოში რო დაიბადე და ქართველი რო ხარ და მაგ რო ხარ და ესე შემდეგ, აი უნდა ემსახურო რაღაცნაირად ამ ქვეყანას, თუ რაღაცა მისია გაქვს აქ, თუ რა ვიცი ეს, თუ გლობალურზე გაფართოვდა ეს, რომ აი უზდედა. აი ეგ ძალიან საინტერესო კითხვა, ეხა მაგასაც ვფიქრობდი და იქ იყო რა ერთი მომენტი აშრამიდან რო გამოვედი დამთავრდა სამიამა პირველი შეგრძნება გამიშთა რომ აი სადგურს მინდა ვემსახურო ასე ვთქვათ რასაც ეგ აკეთებს რა სისტემასაც ეგ ემსახურება თელ პლანეტაზე ალაპარაკი და ხვდები რომ თელ პლანეტის ომია რეალურად რაც ახლა მინდის და აი ამ მასშტაბში მინდა ვიმსახურო ასე ვთქვათ ეგ იყო ერთი იმპულსი მე იქ მქონდა ერთი დიალოგი ადგილობრივ მსვამისთან, რომელიც ჩემ რეკრუტინგს ცდილობდა რომ დამჩენილი იყავი და ეგ მიხსნიდა მაგას, რომ აი მაგას უთხარი, რომ რავი მეთქი ქვეყანა მიყვარს თქო და იქ მინდა თქო რა მსახურება მეთქი რა იმ ხო იქ რომ ვიმოღვაწოს თქო და ეგეთ რამეს მეუბნებოდა, რომ არა აქვსო მაგასო მნიშვნელობაო რა სად იქნებიო და აგერ ნახე ინდოელი ბავშვებიო, მათაც ჭირდებაო შენი დახმარებაო და ანუ მესმის ხო რა რასაც ამბობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზღვრები აღარ არსებობს უკვე რა, ანუ აი მან უაჟას ესე რო არის კოსმოპოლიტიზმი თუ პატრიოტიზმი, მე მგონი რომ ერთ-ერთში არის რა, ანუ იქ ძალიან დიდი სამსახური გაუწია საქართველოს ჩემი იქ მოგზაურობით. თუნდაც იმიტომ, რომ უბრალოდ საქართველოს მე ვიყავი. საქართველოს ჩემთან ერთად მოგზაურობდა იქ. ხო. და საქართველოს შედიოდა ურთიერთობაში არაერთ ადამიანთან ჩემთან ერთად. და ყველას უჩნდებოდა კითხვა დამწერლობაზე, ყველას უჩნდებოდა კითხვა ენაზე, ყველას უჩნდებოდა კითხვა სიმღერაზე და არც მეზარებოდა ამის ახსნა ძალიან ამაყი ვიყავი აქ რა ძალიან ამაყი ვიყავი და თუნდაც აი რაღაც პატარა ნიუანსებში ჩანდა იქ რაღაცეები და რაშიც იყო ჩვენი უპირატესობა ასე ვთქვათ. და აი მაგ კუთხით რო შევხედოთ, ეგეც მსახურება იყო ქვეყნისთვის რა და სადაც არ უნდა წახვიდე, უბრალოდ ამას ახლა ვერ წაშლი შენ შიგნიდან. გინდა არ გინდა მაინც ემსახურები ქვეყანას. ეხლა რო ავიღოთ ხვიჩა კვარაცხელი არ ცხოვრობს ხო საქართველოში თამაშობს, მაგრამ ხო ეგრე. არის რა ისიც ასე ვთქვათ. შენი გადაცემაც ახლა აჭარაზე რასაც აკეთებ. ანუ სადღაც მე რო წარმოვიდგენ ხოლმე რომ აი მაღალმთიან აჭარაში არიან ბავშვები რომლებიც იზრდებიან ინდოეთზე საქართველოსაც რა თქმა უნდა იმიტომ რომ საქართველოს მისტიკაზე და მოღვაწეებზე ბევრი გადაცემა გაკეთებული და ვიცი რომ კიდე გააკეთებ და მაგრამ ნუ მაინც რა ანუ ცოცხალი experience არა ის კი ვიღაცა ჟურნალ კორესპონდენტი თუ ჟურნალისტი ჩავიდა ინდოეთში და რაღაცას ყვება იქ ჩართვიდან ანუ პირადი რა თან ისეთი ტიპი რომელსაც პირადი გამოცდილებები აქვს აი ეს ცოცხლად ეს რაღაცა რომ მიდის იქ და ვიღაც ბავშვები უყურებენ და იქ რომ მე რაღაცნაირად ისეთი მაძიებლები თუ ისინი რომ იზრდე ეგეთი წარმოდგენები მაქვს ხოლმე რომ აი მაღალმთიან აჭარაში ტიპი იზრდება და ვიღაცები ხო იქნებიან ახლა რუკიდან მიდრეკილი სულიერებისკენ რავი დაღმავალი მე-12 სახლები და ვიღაცები და იმისთვის რომ ის არის რომ აი თვითონაც გაიზრდება და ეგრე სადღაც გაფართოვდება რა გაიშლება რავი ხო რა მსახურება ცნობიერების
საზღვრებს უშლი რა, ანუ ლიმიტირებულ საზღვრებს შლი და რა შეიძლება. ბევრი მომივიდა ეხ სიმართლე რო გითხრა ტელევიზიიდან მითხრეს კიდევაც რომ ძალიან ბევრი ინდოეთია და ეხა ჩამოდიო საქართველოსიო და გრძნობდი. ბევრიც იყო რა სიმართლე რო გითხრა თან ვერც ვახერხებდი ხარისხიანად გადაღებას და ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო რატომაც ჩამოვედი რა. ხო, მესმის. ეს აი რავი ეს ინდოეთის შენი მოგზაურობა მთელი აი შენი თავგადასავლებით და ამ რაღაცეებით რა აი რამე არის ახლა ისეთი აი რაც დაგრჩა იქ ყველა თითქოს აი ამდენი ხანი დაყავი და რაღაც ხო რაღაც შეგრძნებები ახო ანუ როგორ ფიქრობ ანუ ახლა უკვე შეიძლება რომ ლუპში წავიდეს უკვე ერთ და იგივე რაღაცები თუ აი ინდოეთში დარჩა კიდე რაღაცა ეხლა ვხედავ ძალიან ბევრ შესაძლებლობას რა ძალიან ბევრ შესაძლებლობას ვხედავ თუნდაც იმის რომ რაღაც უდიდესი პროცესები მიდის მთელ მსოფლიოში თუნდაც სულიერების თვალსაზრისით და ფაქტობრივად ყოველ დღიურად რა რაღაც ახალი ცოდნები იბადება რა რომლებიც ჩვენთანაც შემოდის ხოლმე ადრე თუ გვიან რა მაგრამ ჯერ მაინც რაღაც ადგილებია საიდანაც ეს იწყება ან სადაც გადაკვეთა ხდება და ესენი არის ძირითადად ინდოეთშია რა ეს სადაც სხვადასხვა ტიპის მაძიებლები ჩადიან რაღაცა პრაქტიკებს ატარებენ ცოდნას იერდება და ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და ამას ვხედავ რომ ეს ადამიანებს ვხვდები და აი შეგრძნება მაქვს რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ რა ხო მესმის კი უცხოელია და პირველად ვხედავ მაგრამ აი დიალოგს ვიწყებთ თითქოს სადღაც შეწყვეტილი გქონდა ეს დიალოგი რა და ეს მაძლევდა რაღაცა ის შინაგანი ერთიანობის შეგრძნებას მთელ პლანეტასთან და რომ მარტო არ ვართ ასე ვთქვათ მებრძოლები ვართ მთელ პლანეტაზე რა და ეს თითქოს მთელი პლანეტა გვიჭირავს სხვადასხვა წერტილებში და ეხლა მაი მაგალითად რა ვიცი მყავს მეგობარი ესპანეთში, არგენტინაში, ინდოეთში თავისთავად, ნუ ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, რომელთანაც მაქვს რაღაცა სულიერი სინქრონიზაცია. აი თითქოს აი გაიზარდა რაღაცა რა. რაღაცა ხო გაფართოვებასავით ხო რა ეს სულიერი ოჯახი მარტო საქართველოში არ ყავს ანუ და ეხა იმაგის იმას ხედავ მაგალითად შესაძლებლობებს რომ უკვე თუნდაც აი საქართველოს ინდოეთს შორის მინდა რაღაცნაირი ხიდისავით იყოს რა და გააკეთო ძალიან ხო ან რაღაცა იქ რითრითი შეიძლება იყოს ან თუნდაც ესეთი სივრცე რაც აქვს გვაქვს ეხა შეიძლება იქაც გქონდეს კი რატომაც რაღაცა ზამთრის რეზიდენციასავით და ზამთარში იქ ჩავატაროთ პრაქტიკები მაგას ვხედავ არის იქ სხვადასხვა თუნდაც იგივე აუროვილში ხა ესეთი ცენტრი რო გქონდეს უამრავი ადამიანი დაინტერესდება იმ პრაქტიკებით რა პრაქტიკებით ჩვენ გვაქვს რა ეგეც მინდოდა ხო რომ მეკითხა დაასრულე ხო და იმის თქმა მინდა რომ ჩვენც უნდა გავზიარდეთ დანარჩენ სოფლიოსთან რა თითქოს ცოტა ჩაკეტილები ვართ რა და ეს იქნება ძალიან ბევრი რაღაცის მიმცემი როგორც ჩვენთვის ისე დანარჩენ სოფლიოსთვისაც რა იმიტომ რომ იმ ადამიანებსაც ჭირდებათ ახლა ჩვენ კი ვამბობთ რომ რაღაც მებრძოლი ხალხი ვართ მაგრამ ეს ბრძოლა ხო უკვე სხვა პლანზე არის გადასული რა და ნახე ევროპელი სულიერი მასწავლებლებიც მაძიებლებიც ისინი ცოტა სხვა ტიპები არიან ცოტა უფრო არტისტული ტიპები არიან და ეს სხვანაირი ხასიათი აქვთ რა და ეს მებრძოლი და სულიერება ერთად რო ხდება მე მგონია რომ ეგ არის ის რაღაც მაგნეტიზმს ჭირდება ეგ არის რაც დღეს ჭირდება არა მარტო ქვეყანას არამედ მთლიანად ამ პლანეტას რა და ეს სისხლი გადასასხმელია ხო და განსხვავება რა არის ქართველ მაძიებელს და უცხოელ მაძიებლებს შორის რაც და ზოგადი კითხვა არის ალბათ რა მაგრამ განსხვავება რა ეხლა სიღრმე გვაქვს რა ხო აი რო აიღო აქცენტში რა ხო ატყობ ხე შენც აქ იყავი და რაღაცა და როგორც ველაპარაკებით ხალხს რაღაცას ვაზიარებთ და ასე შემდეგ და ადამიანები მოდიან და ცდილობენ რაღაც ესე ვთქვათ ამ იმას და უცხოეთში ტიპები რომელიც ინდოეთშიც ბევრი მაგიტომ არის რომ მაძიებელი არის ესე ვთქვათ რა რა სხვაობა ნახე სულიერ გზაზე მყოფ ადამიანებს შორის ნუ ერთი ის რომ რაღაც სხვა სიღრმე გვაქვს და
ცოტა მეტი ტრამვაც გვაქვს. ხო. ეს ტრამვები სიღრმესაც გვაძლევს, მაგრამ ერთგვარი შეზღუდვებით შეიძლება იყოს. ხშირად შეიძლება არა ყოველთვის, მაგრამ აი ევროპელები და დასავლეთელი ტიპები უფრო თავისუფლები არიან, უფრო ღიები არიან. და ჩვენ შეიძლება ეგ ტრამვები ცოტა გსხუდავს, ცოტა მეტი კომპლექსი შეიძლება გქონდეს თუნდაც რა, გინდაც სულიერი მაძიებელი იყო. და მუშაობდე რაღაც თემებზე, მაინც ეს კომპლექსები მაინც გვაქვს რა დაყვება. და არ ვიცი ხა ხანდახან მგონია ხოლმე რომ იქნება ეს კომპლექსები კი არ არის რაღაცა შინაგანი ეთიკა. მაგრამ ცოტა გამრუდებულია ეს შინაგანი ეთიკაც. იმიტომ რომ ეს კომპლექსები საიდან მოდის ხო რაღაცა მორალის ასე ვთქვათ სოციუმიდან წამოსული რაღაცა წესებია ესე არ ქნა ისე ქენი ეს არ მოსულა ის მოსულა ეს არ ამას რაღაცა საფუძველი აქვს ჩანასახში რა. კი ვიძახით რომ ეს სოციუმის აკრძალვები და ტაბუები არის რაღაცა ეს მორალისტური პოლიციური და ეს კომპლექსებისგან და გათავისუფლდება, მაგრამ რაღაცა ეთიკა არის ამაში რა. რაღაცა ღვთიური ელემენტი შეიძლება მაგაში იყოს რა. და აი თითქოს აი ეგ არის სადღაც რა რაღაცა შინაგანი ეთიკაც გვაქვს მაგასთან ერთად და კომპლექსებიც შეიძლება დავარქვათ თუ ეს არ არის კარგად გაცნობიერებული რასთან გვაქვს აქ. ხო, ეგრე არის, მაგრამ კიდე ერთი კუთხე რაცაც მე ვხედავ კიდე ის არის, რომ აქ მაინც ჭირდება ხალხს რაღაცნაირად აი თითქოს როგორი პოზიცია გვაქვს, იცი რომ აი ვაჯერებთ თითქოს რომ აი ეს გინდა რა, აგნიო გაგჭირდება. ხო. რაღაცა გჭირდება და ნუ გულწრფელად რა, ოღონდ აი ვიცი რომ ჭირდება რა. და ვაჯერებ რაღაცნაირად რომ აი ჭირდება და სატურნი რაღაცა გადადგინა ბიჭი და გააკეთე რა. აქ არა სხვა სივრცეში სადაც გინდა რამე გააკეთე ანუ ხო ანუ აი აქ ვაჯერებთ რაღაცნაირად რა და იქ უცხოელ მაძიებლები ეგ არის რომ არ ჭირდება ეგ და იცის რომ ჭირდება რაღაცა იცის გახსნილია მოვა და გააკეთებს რა რაღაცას რა ეს რასაც ამბობ კი და ბევრი იყო რაღაცა პრაქტიკებზე მისვლა სავსე იყო ხალხით მეთქი აქ რადო მოდიხართ არ არის ხა ეგეთი საინტერესო და თან უცნაური ის იყო რომ ასე ვთქვათ აი მოგზაური ვარ აი გამორთული მქონდა რაღაც სულიერების ის იმიჯი რა და უბრალოდ დილით ჩემ პრაქტიკებს ვაკეთებდი და ვიღაცებმა რომ დამინახეს რაღაცებს ვაკეთებ რაღაც შეკითხვები დამისვეს რაღაც შეკითხვები დამისვეს რაღაც პასუხებს ვცემ და მე ხვდები როგორ მისმენენ და მიდიან და მე აკეთებენ და ეს იყო ძალიან შოკი მართლა ჩემთვის რა ძალიან შოკი იმიტომ რომ კარგი მაგას არ ვარ მიჩვეული აქ თითქოს რაღაცას რო ლაპარაკობ რაღაცის მტკიცება მიწევს მე ეგეთი შეგრძნება მქონდა რომ მე მივხვდი რომ რაღაც მომეხსნასავით რომ აი რაღაცას ვამტკიცებ და კი და ერთ ჩემი მეგობარი ხარ ვიტყვი ძალიან ჩემი ძმაკაცი და ჩემი ძმა არის და ლექციებს რო ატარებს ხოლმე მე ეგ ტიპი არა ვარ რა მე მიყვარს რომ რაღაცას თვითონ გამოიკვლევ ზედმეტად არ დაუღეჭავ და რაღაცა შეიძლება გაუგებარი იყოს აი პრობლემა არის ეგეთი საკ მიდგომა აქვს რომ ყველაფერი დაღეჭოს მაგრად და ინტერპრეტაციის საშუალება არ დაუტოვოს გონებას რა აი მაგას რო უყურებ ხოლმე რომ როგორ ცდილობს რომ აი ეს რომ აი არაფერი არ გზედმეტი არა და აი გამრჩთა რაღაცა და აი თითქოს პატარა ბავშვებივით უნდა ელაპარაკოს რომ აი ის რაღაცა გააგებინოს ის რაღაცა აზრი რომ აი ესე და მართლა კარგ რაღაცას უხსნის რა ხო და აი მაგ რაღაციდან განთავისუფლება ძალიან კარგი იქნება რა სასიამოვნოა რომ უბრალოდ ლაზიარებ და არ გჭირდება იჭვის თვალით კი არ გიყურებს რომ ეხლა რამე უნდა ჩემგან თუ რაღაცა რა პროსტა ის სიკეთე რასაც გაძლევს რაღაც ეს გზა რასაც გაძლევს რა აღიარებასავით იყო რა ის იმართლე რო გითხრა რაღაც აი თითქოს შეიძლება შინაგანად მაგის მოთხოვნილება მქონდა რომ აღიარება მიმეღო რა რომ თუნდაც იმისი რომ ეს სულიერი გამოცდილება ან ცოდნა რაც მივიღე შეიძლება ღირებული იყოს რა ვიღაცისთვის და მე რო ხვდები როგორ მისმენდნენ რა რაღაც მომენტში ყოველთვის ეგრე არ იყო ხა გურუს რეჟიმი არ მგონია ჩართული მაგრამ
მეც ხო ხდები, როდის მოდის ჩემგან რაღაცა ნაკადი რა, როდის ხდება ამ ნაკადის მიღება რა. და ხდები ამას როგორ იღებდნენ, აი თითქოს დადასტურებასავით იყო რა ჩემთვის რა. ხო. და ეს აღიარება გაძლევს мотиваციას რომ მეტი გააკეთო. ეს არ არის უბრალოდ რომ აი პედესტალზე დგომა გინდა და შამპანიურებს ისვრე არა, უბრალოდ ხარდაჭერა არის შენი რა, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოწყვლადი არსების, რომელსაც კი შეიძლება ჭირდება აღიარება, შეიძლება ჭირდება მიწოლა და კი მიაწექი ხო რაღაცა ვამხნევებთ ხოლმე ერთმანეთს და გამხნევებასავით იყო ჩემთვის ეგ რომ აი ხო რაღაცა წყაროს შეგიძლია ადამიანებს მიაწოდო წყალი. რომელიც შენამდენი ხანი აგროვე. ხო. და ეგ ხო არსებობს ეგეთი. რა ქვია, ნუ მოკლედ რომ სხვა ქვეყანაში უფრო გაღიარებენ რა ვიდრე შენ ქვეყანაში. კი, მაგის შეგრძნება მქონდა ეგ. მე აი ხა მთელი ევროპა ქრისტიანია ისრაელის გარდა. ეგ მაგარი. ამრაც ეგეთი ფაქტი ისინი ხდება რა. მაგრამ შენ ქვეყანაში მაინც ცოტა კრიტიკულად გიყურებენ, უფრო მეტი თვალი გიყურებს, შენი ბნელი მხარეებიც უფრო იციან. შენი ყველა ისტორია იციან, თან პატარა ქვეყანა თუ ვართ ერთმანეთზე ხო ყველაფერი ვიცით და გვიყვარს და მაინც მაგ პრიზმიდან უყურებთ ხოლმე ერთმანეთს და ეს თვალი მერე გბოჭავს რაღაცნაირად და იქ თითქოს მაგისგან ვიყავი სარიელი რა. აი ხა როგორ კითხვას დაგისვა ვიცი? აი ამდენი ხანია სულიერ გზაზე ხარ ესე რომ დავარქო თვით გამორკვევის რა ამას ვეძახი სულიერ გზას რა და თვით ჩემეცნების და რეფლექსიის და ასე ამ ყველაფერმა ხო ანუ აი რა მოგცა ესე რომ შევხედოთ ახლა რაც აი მატერიაში ვლინდება რა მაგალითად აი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაალაგებული გააქვს მშობლებთან ძმასთან აი უჯერ მეტნაკლებად ხო კი მიდი აი ოჯახის წევრებთან ეს ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის მიდგომა არის და მაინტერესებს შენი აზრიც რა მეც ხა ჩემი ის მაგ ეგრე მისვავს ხოლმე კითხვას და აი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აი ამდენი გამოცდილება გაქვს მედიტაციები ისინი ესენი ხო მიწიერ პლანზე ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, სადაც ყველაზე ღრმა კავშირები გაქვს, დედასთან, მამასთან, ძმებთან, ასე შემდეგ, სადაც ეხა იმათმა რო იციან შენი ბნელი მხარეები, ისე არავინ არ იცის და ისინი რო სადღაც გეხებიან ისე წერტილებში რა. შემდეგ ანუ საქმიანობის სფეროში ხალხთან უკვე სოციუმთან პასუხისგებლობები, შენს ხეულთან მიმართებაში, ჯანმრთელობასთან მიმართებაში ურთიერთობები, ნორმების დაცვა, ესე ვთქვათ, აქ ეთიკურობა, ესეთი ელემენტარული რაღაცები რა. ვიღაც ბიზნესმენი რო ავიღოთ, ტიპი რომელიც შეიძლება არანაირი გამოცდილება არ ქონია, სულიერი, მედიტაციური, არც ფსიქოდელიური, არც რაღაც ესეთი გასვლები და რაღაცები, არც მედიტაციაში გასვლები, არანაირი ესეთი მიღმიერ, ვთქვათ, ისეთი ძლიერი და ჩაჭერილი პრაქტიკები და რაღაცები არ ქონია, მაგრამ აქვს უბრალოდ ეთიკურობა, მოწესრიგებულობა ეს მაგაში რომ მაგ რაღაცებს ყურადღებას აგდებს. აი იმას რა აკლია ისეთი რაც შენ გაქვს. სიჩუმე მიმღებლობა და სიმშვიდე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს რა, ვინც მოწესრიგებულები არიან, ვინც პატივს ვცემენ დროს, პატივს ვცემენ სტრუქტურას, ვისაც შეუძლიათ იყვნენ ეთიკურები და ჩემთვის ძალიან მისაბაძი არის ეგეთი ხალხი და ბევრს სწავლობ ეგეთი ადამიანებისგან. სიმართლე რო გითხრა, აი ეგეთები უფრო იწვევენ ხოლმე ჩემში ხშირად ახტაცებას, ვიდრე სულიერი მაძიებლები, რომლებსაც შეიძლება რაღაც ექსტატური გამოცდილებები ქონდეთ მედიტაციის დროს. იმიტომ რომ ეს ძნელია უფრო ჩემთვის. ეს უკვე უხეშ მატერიაში მოქმედებაა, რომელიც უფრო ძნელია. ჩემთვის უფრო ადვილია, რომ რაღაცა სინატიფეში ვიყო, ასე ვთქვათ რა. ვიდრე ის რომ რაღაცა რუტინა დავამუშაო აქ ყოველდღიური და რაღაცები ვქნა. მაგრამ ხო ალბათ ერთი ეგეთი შეკითხვა დამისვეს რა. იქ საუბარში და დავფიქრდი მაგაზე რა, ყველაზე დიდი
მონაპოვარიო რა ყველაზე დიდი მიღწევა რა გაქვთ რა რაღაც წრეზე ვიყავით ადამიანები და ეგეთი კითხვა დატრიალდა და იმ მომენტში ვცდილობდი რომ მაგაზე მეთქი რას მივახციე აი რა არის რაც მიხარია ყველაზე მეტად და იმ მომენტში ეგ სიტყვები დაიბადა რომ გაცნობიერება ღვთაებრივის ეს არის თითქოს რაღაცა ადგილი სადაც ყოველთვის შემიძლია მივიდე შეიძლება პრობლემა მქონდეს ოჯახის წევრთან შეიძლება პრობლემა მქონდეს ჯანმრთელობასთან შეიძლება პრობლემა მქონდეს ყველასთან მაგრამ ეს არის ადგილი სადაც შემიძლია მივიდე და სადაც შემიძლია ყველა პრობლემის გადაწყვეტა ვიპოვო ამიტომ მე აღარ მეშინია პრობლემების აღარ მეშინია კონფრონტაციის აღარ მეშინია თუნდაც ოჯახის წევრთან რაღაცა არ იყოს კარგად აღარ მეშინია თუნდაც ურთიერთობაში რომ რაღაცა კონფლიქტში შევიდე და რომ გადაწყვეტა ვიცი სადაც უნდა ვიპოვო მე თუ მეშინია რომ გადაწყვეტას ვერ ვიპოვი მაშინ ძალიან უნდა მოუფრთხილდე ამ ყველაფერს და როცა ამ მოფრთხილებაში ვარ ცოტა სტრესში შეიძლება ვიყო ხო სტრესი დაძაბულობაში მომყოფებს მე ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძალიან ჰარალოზე და არაეთიკურად მოვიქცევი და რაღაცა იქ კონფლიქტში შევალ ვიღაცას დაუყვირებ თუ რაღაცა მაგას არ ნიშნავს უცნაური კი არა აი რთულად გადმოსაცემი არის ეგეთი რაღაცა რა მე ხარ როგორც ხედავ მაგას ეს აი თვითონ ეს გზა რას გაძლევს ესეთი ზღვარს მიღმა რაღაცა გამოცდილებები ხო ესეთი ინტეგრირებული რა აი ეს რო გეკითხებიან რომ აი რას გაძლევს ეგეთი რაღაცა ხო ანუ შემიძლია ისეთი სიტყვები ვთქვა რომელიც იმან რომ ინტერპრეტაცია გაუკეთოს ამას არ ვიცი რამდენად სწორ დასკვნას გამოიტანს რა აი მაგალითად მე რას მაძლევს მე მაძლევს იმას რომ ის ტრანსცენდენტული გამოცდილება ხო სხვა განზომილების გამოცდილება რაღაც თითქოს ამ რეალობას ედება კიდე სხვა რეალობა და უფრო მასშტაბურად ხედავ რა ეხლა რო ვთქვათ ამ მობილურს ხედავ ესე და შენ ესე რაღაც კიდე რო აიწევა რაღაცა ორივეს ვიჭერ რა აქედანაც ხედავ იქიდანაც ხედავ ამ იმას რა რაღაც სხვა და ამას ეს მე რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება როგორ ჩანდეს რა მაგალითად ეხლა თქვათ მამა ჩემმა დატოვა სხეული ძალიან ახლა ხანს და ეს მოხდა ეხლა ეს ჩემთვის იყო ორივე გამოცდილება ერთი ის რომ გავიგე სიტყვა რას ნიშნავს გლოვა აი შინაგანად გლოვა რა არის ეგ გავაცნობიერე რა რომ ეს გლოვა ის კი ვაიმე და რაღაცა ეს არის რომ რაღაცა შენი ნაწილი გადავიდა სხვა განზომილებაში აბსოლუტურად სხვა განზომილებაში და შენც წაგიღო იქ რა იმ განზომილებაში და ამავდროულად ყველაფერი გააცნობიერე ერთდროულად რა დააკელი რა სადღაც იმას ქენი ხო სად რა სიყვარულისა და ეს რამდენიმე დღე კონდა ეს სიმძიმე ამ მდგომარეობის და მე ეს გლოვა რატო უგრძელდებათ იმიტომ რომ ეს გლოვა იმიტომ უგრძელდებათ რომ ამ ყველაფერმა შემდეგ ყურადღება უნდა ჩაიტანოს გულში და გულიდან უნდა გაშალოს ენერგია ანუ იმ ადამიანმა რომელიც შენი საყვარელია და იქიდან გეხმარება რომ სინანულში გაგდებს გაცნობიერებს და ნებისმიერ სინანულს უნდა მოხდეს მე შემდეგ გულის გაშლა ეს თუ არ მოხდა უკვე დესტრუქციული პროცესი იწყება ან მიდის იქამდე რომ სანამ გულს არ გაშლი მანამდე ეს გლოვის ისინი გაქვს რა როგორ ჩემთან ეგრე მოხდა რომ ერთი ეს მოხდა ეს კივილი ეს მდგომარეობა აი ეს რაღაც ესე ვთქვათ გაკვეთილები რომელიც მისგან მოდიოდა უკვე შიდა პლანზე ესე ვთქვათ და რამდენიმე დღეში მოხდა ამ ენერგიის ჩატანა გულში ესე ვთქვათ ეს ყველაფერი ეს რაც დამანახა მან მიმართულია სიყვარულის გაშლისკენ რეალურად რომ ხო რომ უკეთესი იყო უკეთესი გახდე და როგორც კი ეს განცნობიერება მოვიდა რომ აი გულიდან ენერგია გაიშალა იმ წუთში პირიქით ბევრად დიდი ენერგია, ბევრად დიდი სიყვარული მოვიდა და ბევრად დიდი თანაგრძნობა მოვიდა სხვა ადამიანების და ანუ მასწავლა მამა ჩემმა სხეულის დატოვებით, ჩემი გურუ იყო, რომელიც ეხაც მასწავლის, იმიტომ ხო, ახლოსაა ძალიან, ალბათ სულ ახლოს იქნება. ხო და ეს არის ჩემი გამოცდილება. ამას ეხა ანუ ვიღაცები მოდიოდნენ პანაშვიძე და ეს და მე აი ძალიან გლოვით მიზიარ ანუ თქო მაგათ ძალიან მადლიერი ვარ ყველასი
ჩემი მეგობრების ყველა იქით ხელა ხარდაჭერა იყო რომ წარმდა ყველა გაზიარება არის ძალიან დიდი მართლა გაზიარება კარმის რაღაც ნაწილს ადამიანი თავის თავზე იღებს და აი უდიდესი საკრალურობა ვიზიარებს რო წერს ნებისმიერი Facebook-ზე იქნება თუ მოდის და ასე შემდეგ მაგრამ ანუ ხედავდი ესეთ რაღაცას რომ ანუ ის ხედავდა ჩემში მხოლოდ ერთ ნაწილს რომ აი ვაიმე და კატასტროფა და რაღაცა და სიმდიდრე და მე აი ამ სულიერ გზამ მომცა ეს ხედვაც რომ ერთის მხრივ აი ეს პარადოქსები აი პარადოქსები ამიტომ ძნელია რომელიც არ არის მედიტატორი იმას რომ გააგებინო რას გაძლევს სულიერი პარადოქსალურ აღქმებს გაძლევს ერთის მხრივ მომცა რომ აი ეს გლოვა რაც თქვი და მეორე მხრივ უდიდესი ნეტარების ტალღები სიხარული გაფართოება ესე ცოცხლად მამა ჩემი არ მიგრძნია თუნდაც როცა ცოცხალი იყო აი ესეთი ეხა ეს როგორ უნდა გავაგებინო ვიღაცას რომელიც არ მედიტირებს ღვთაებრივთან კავშირი არ ლოცულობს ან რაღაც ესეთი არ გამოუცდი აი ვერ გავაგებინებ რა ეს ერთი თემა რო ავიღოთ ხო ეს რაც ეხა ცოცხალი პირადი გამოცდილება მამა ჩემს რაც ეხება მეორე რაც არის ის არის რომ შეგიძლია იყო ეს საკრალურ მდგომარეობაში აი ხა რაღაც მოწესრიგებლად რაღაცებს ვڵობ და შეუძლია მეორე წამს გადაერთო აბსოლუტურად შინაგანი ბავშვის მდგომარეობაში სიხალისე გახსნილობა იქ ხა ვიღაცამ რომ შემოხედო შეიძლება გარეგნულად თქვას რომ აი არაეთიკურია თუ რაღაცა საკეთე ეხა რაც ჩავწერეთ და წავშალეთ რომ რა მიზედითაც წავშალეთ ის ვიდეო რომ ვიღაცებს რამე ნუ ჯერ შეიძლება ხო ჯერ არ წაგუშლია შეიძლება ნახოთ კიდევაც ეს დირექტორის გადაწყვეტილებას ხო აი ესეთ პარადოქსებს მაძლევს რა მე რო ანუ ორივე რა ერთნაირ რაღაც იმასაც იტევ ამასაც იტევ აი ხა რომ დავფიქრეთ რა არის მაგ პარადოქსის საფუძველი რატო იტევ იმიტომ რომ ხი მიმღებლობა გაქვს და აი ეს მიმღებლობა არის რა ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ ხა მე თუ გლოვობ როგორ შეიძლება გავიცინო და რა ბუნებრივად შეიძლება სიცილი დაიბადოს ხო? შენში. და ეს ბუნებრივად რაც დაიბადება შეიძლება მაგას წინააღმდეგობა გაუწიო. ბუნებრივად შეიძლება სიხარულიც დაიბადოს. რაღაც გარდაიცვალა შენი რაღაცა და რაღაც შეიძლება დაიბადოს რაღაც მომენტში სიხარული რაღაც გაცნობიერებით რაღაცით და მე შეიძლება ამას გაუწიო წინააღმდეგობა, იმიტომ რომ გონებაში გაქვს იდეა რომ ეს არ შეიძლება რომ ესე იყოს. ხო და ეს მიმღებლობა გიშვება იმას, რომ შენი იდეები რაც გაქვს წარმოდგენები ცოტა შეარბილო და მიხვდე რომ არ იცი რა, არაფერი რეალურად რა. და ეს არ წოდნა მაგას არ წოდნის გაცნობიერება, როცა ამ ღვთაებრივს ეხებით რაღაცა დიდ ეხები ხვდები რომ არაფერი არ იცი. და ეს მაგის გაცნობიერება რომ არაფერი არ იცი. მაშინ ვინ ვარ მე რომ რაღაც გადავწყვიტო, მოდი მივიღებ რა. რაც არის ისე და იყოს ისე როგორც არის. და ამიტომ ეგ არის ალბათ ყველა ჩემი აზრით სიწყნარის მიზეზი რა წყნარად შეგიძლია შეხედო რაღაც მოვლენებს რაც არ უნდა მოხდეს ხო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება ემოცია არ გქონდეს ან სიცხლე არ გქონდეს აი ეგ არის პარადოქსი ეს არის პარადოქსი ხო ზუსტად ეგ არის და ხო ხო ზუსტად უბრალოდ აი შიგნით შეიძლება და ვინ აი თან ვერავინ აი ვინ უნდა შეაფასოს აი რითი უნდა შეაფასოს აი რომ შენ ხარ რაღაცა სულიერი რეალიზება ქონდა თუ არ ქონდა აი ვინ ყველანაირი მაგალითი არსებობს სალოსები რო ავიღოთ ანუ შეიძლება უდიდესი ღვთაებრივი გამოცდილებები ქონდათ მაგრამ შემდეგ ისე იქცეოდნენ რომ ვაფშე ვერ გაიგებდნენ შამანები რო ავიღოთ აი დონ ხუანი რო ავიღოთ მაგალითად კასტანედეს ტრადიციაში კასტანედეს რა მაგ ტრადიციაში რავი რეებს აკეთებდა მაგრამ როგორი შინაგანი ის ქონდა ხო და ამოვარდნილი ფორმებიდან მაინც ვარდები რაღაცა მე უნდა მოწესრიგდე ფორმებში აუცილებლად აი ფსიქოდელურ გამოცდილებები რო აქვთ მარტო და სულიერი არ აქვთ მაგას ვაკივდები ხოლმე უმეტესობა პრობლემა ეგ არის რომ ფორმებიდან ვარდებიან რაღაცა ის სოციალური და ის რაღაცა პატერნი აფართოვებენ, იშლებიან, მაგრამ მე ეს პარადოქსალური დატევა რეალობისაც მოწესრიგება, კონტროლირება ცისულელეს, რასაც ეძახდა დონ ხუანი რა, რომ აქ ადამიანს გამარჯობა უნდა უთხრა და ემშვიდობო, ეთიკურ ნორმებში უნდა იჯდე, რაღაცა ფორმებს უნდა წესრიგდებოდა. პატივის წერა ამ 3D-ს რასაც ვეძახდი.
ხო, არ არის მარტო მე-5-ში გადავდივარ და მე-16-ში, ანუ 3D-ში ვარ რა, აქა ვარ და პატივი უნდა ვცეთ ამ წესრიგსაც. ჯერჯერობით ესე არის ხა. ჯერ იუნიკორნები არ დარბიან, ხო? ან რავი, კატები და ძაღლები არიან ქალაქში და ამას უნდა რაღაცნაირად პატივი ვცეთ რა, ამ მოწესრიგებასაც რა, ესე ვთქვათ რა და. არა, თან მაგის ტყვეობაში არ უნდა მოექცე. ეგეც პარადოქსია. მაგას გაძლევს სულიერი ძალა რა. აი მაგას ეხა როგორ რა ვიცი როგორ აზე არა ვარ. უნდა იმ ბევრი უნდა იმედიტი რომ შენ თავი გამოიკვლიო. მე შეება სხვანაირად აღწეროს. რაღაც ღვთაებრივთან კავშირში უნდა იყო, რაღაც ესეთი მიღმიერი სხვა დაიმენშენის გამოცდილებები შენში უნდა შემოუშვა. ეს მე მაგნეტიზმს გაძლევს, სიტყვას ძალა აქვს, მომხიბვლელი ხარ, რაღაც ყველა ამჩნევს ამ რაღაცას და თან ეს რაღაცა სტრანი აღქმა გაქვს. რომ იქითაც, აქეთაც გაურკვეველი ტიპი ხარ მაინც საბოლოო ჯამში ჩემი აზრით. აი რაღაცა ისეთი ეხლა მაგაზე გამახსენდა ერთი ამბავი ბოდიში შეგაწყვეტინე. ნაკლედ სადგურუს ისტორია რა, დიანა ლინგა ხო აშენა, რომელიც არის იოგების საოცნებო რაღაც პროექტი, რომლებზეც იოგას ისტორიაში ყველა იოგი ოცნებობდა, რომ დიანა ლინგა აშენებინა ისეთი, რომელიც 7-ვე ჩაკრაზე მუშაობს და სადგურმა აშენა და არსებობს იოგას ისტორიაში, აგერ უახლეს ისტორიაში მე-20 საუკუნეში ერთი ეგეთი იოგი, სადგურუ შრი ბრაჰმა, რომელიც ასკეტი იყო, აი ძალიან ინტენსიური გამოხედვა აქვს რაღაცა ტრუსებში ზის ხოლმე შავი ბანჯგვლიანი ეს ყურება ძალიან ინტენსიური გამოხედვა აქვს რა და სადგურუ ამბობს რომ ეგ ჩემი წინა ინკარნაცია იყო რა 3 ინკარნაცია დამჭირდა რომ დიანა ლინგა ამეშენებინაო და ამ სადგურუში ბრაჰმაზე ამბობს ეგეთ რაღაცას რომ სუპერ იოგი იყო რა ანუ ძალიან ძლიერი იოგი იყო რა გასხივოსნებული ოსტატი უდაოდ და დიანა ლინგა იმიტომ ვერ აშენაო, მაგასაც უნდა დიანა ლინგას აშენება რა. რომ სოციალური უნარჩვევები არ ქონდაო ადამიანებთან ურთიერთობისო და ერთ რამეს ვერ მიხვდაო, რომ უმეცრებას პატივი უნდა სცეო. ვაუ რა მაგარი. აი ეს სიტყვები როგორ ვაუ ძალიან მაგარი. იმიტომ რომ უმეცრებაში ძალიან დიდი ძალაო. და ეს ძალა უნდა გამოიხენო. ხო, ძალიან. რო დააკვირდები მე ამ სადგურუში ბრაჰმამ რა ქნავიდა ერთ-ერთი მთის წვერზე, რომელიც ძალიან წმინდა მთაა და იმისთვის რომ გაეგო რატო ვერ ახერხებდა ამ პროექტის გაკეთებას. 7-ვე ჩაკრიდან ერთდროულად დატოვა სხეული, რაც ძალიან იშვიათი მოვლენა არის იოგაში რა. და მე უკვე სადგურუთ მოევლინა რა, ამ ისტორიის მიხედვით ეგრე არის რა. და რო დააკვირდე მე სადგურუსა ეს სოციალური უნარჩვევები ძალიან მაღალ დონეზე აქვს. აი საოცარი პოლიტიკოსია. ძალიან მაგარი პოლიტიკოსია. ძალიან. აი ისე აქ დახვეწილი და მაგის ხარჯზეა ყველაფერი გაკეთებული. თორე ძლიერი იოგი ხარ, ისიც ხარ, ესეც ხარ, მაგრამ თუ არ იცი მართლა ამ კონტროლირებად სისულელეში როგორი ფუნქციონირებს. თან ეხლა როცა კალი იუგა არის რა, დაცემული ეპოქა არის, ან მოწყვეტილია სულიერ მზეს, ამიტომ რაღაცა ესეთი ასტროლოგიები, ისინი ესენი ყველაფერი რაღაც მიღმიერი რაც არის, კითხვის ნიშნის ქვეშ არის რა, მაინც რომ ან რაღაცა დამიწებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა ძლიერი არის, ესე ვთქვათ რა და მაგ დროს როცა ეგეთ რაღაცეებს ანუ პერფექტ ვერ იქნება. ამ ეპოქაში პერფექტ ვერ იქნები. იქ პოლიტიკოს, იქ რავი, ვაქცინა უნდა გაიკეთო. შეიძლება სულ არ გინდოდეს იმ კორონას ვაქცინას, მაგრამ იმას არ გაიკეთებ, გლობალური სისტემა ისე გიზავს, რომ ანუ მერე შენ პროექტებს სხვა რაღაცეებს მოუწევს რა, ანუ გამორიცხულია. გაიკეთებ ვიღაცა გადაგეკეთებ, არ გაიკეთებ ეს, ანუ რაღაც манипуляция, მაგრამ პოლიტიკა, ხო რა, მაგრამ ანუ ამ იმაში რომ ესე თუნდაც ის რომ ინდოეთში წესრიგი აშრამ შერასაწყები რა, რომ ეს რო გააკეთო იმ სიგიჟეში, რომ ესეთი წესრიგი იყოს. ეხლა რაც თქვი, ქვემოთ რო ლაპარაკობდით, რომ მეილს რო წერდა 3 წუთში რო გპასუხობენ თუ რაღაცა. რა ვიცი, ხა. ხო, ეგ არის რა, ეგ სოციალური უნარჩვევები საჭირო არის რა, მაგ კუთხით რო შევხედოთ. იმიტომ რომ გააჩნია შენ მიზანს. ანუ ადამიანი როგორ ადამიანს შეიძლება უწოდოთ ბრძენი. რომელსაც აქვს რაღაცა იდეა, ხო? რისი განხორციელება უნდა. და ამ იდეის განხორციელებას უქვემდებარებ მე უკვე შენ მოქმედებას. ანუ იდეა ამ შემთხვევაში
მიზანი ამართლებს საშუალებას მან დავდივართ რა სად არის უკვე სად მიდიხარ კომპრომისზე სად არ მიდიხარ კომპრომისზე და ხო არ საინტერესოა რა მაგ კუთხით აი ეგ სიტყვები ძალიან შემეხო და ჩემთვის იყო ცოტა ეგოს წამტრევაც იყო რა იმიტომ რომ როცა ასე ვთქვათ ჭყალებში რაღაც ვითარდები სულიერად რაღაცა ცოდნას იღებ და თითქოს შენ ჭეშმარიტებას მიაგენი და მე ეს ჭეშმარიტება გინდა რომ ხალხს გაუზიარო და ხალხი არ იღებს მე მოგდის ეს იდეა რომ აი ხალხი ბრიყვი არის რა და არ არიან ესენი ღირსები რომ ეს მივცე და მე ეს გეუბნება რომ კიდე არა პატივი უნდა სცე მაგას და მიდი ხა შენ ისე იმოქმედე ხო რომ პატივის ცემით მოეპყრა მაგას რა რო ვეძახით ბნელი მასა შავები ისინი ესენია არა მოდი პატივის ცემით მოეპყარი მაგასაც რა იმიტომ რომ ეგეც ამ სამყაროს ნაწილია ხო და შეიძლება ხიბლში უცბად ჩავარდე რომ მე რაღაცა ჭეშმარიტი იდეები მაქვს და ესენ ბნელები მე ხელს მიშლიან ამაში ხო სულიერ სიამაყე რა განსჯა და ეგ ან სისუსტეც შეიძლება იყოს ეგ რა შენი სისუსტე რომ არ შეგიძლია რომ ამ სიბნელეს ასე ვთქვათ იმათთან ერთიანობის განცდის ხო სიბნელეშიც რო შენი გაიტანო ხო 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 მაგას სხვა ძალა ჭირდება რა ხო ძალიან ძლიერი ძალა ჭირდება და რაღაც აი ეს ნიშნულოვნების დაგდებაც რა თუნდაც სამსულიერებისადმი რაღაც იმის რომ აი რაღაცა სულიერება და რაღაცა რა ანუ აი ქრისტეს აქვს რა ისინი ანუ აი უბრალო რაღაც ხალხთან ურთიერთობაში მოქმედების რაღაც ისინი რა მაგალითები ესე ვთქვათ რა ძალიან ძლიერი და მთლიანად ეგ სიმბოლიზმი აი ბოსელში თუ რაღაცა ბაგაში დაბადება და ეგ რაღაცები აი ყველაზე დაბალ მატერიაში ცხოველურ მატერიაში სინათლეში რა ანუ მაგას რო გაუძლო ესეთ რაღაცებს რა რომ ანუ აი ნახე თან როგორ იცი დაპირისპირებაში ეხა რო იყო აი საგიჟეთი ეხაც მიდის და ეს პოლიტიკური მაგაზე ვიდეოც ჩავწერე თავიდან რო იწყებოდა რა ეს რო იმათიანები და ოცნება თუ რაღაცა და აქეთ რაღაც ისინი დასავლეთით თუ რაღაც ეს და მაგაში ვიდეო მაგ ჩაწერილი და აი საერთოდ არ ვიძახი რომ ეს მართალიან ის მართალიან რაღაც აი რაღაც სხვა აზრს ვაყალიბებ რა ну კაი გამოხმაურება ქონდა მაგრამ ანუ ამოდროულად ჩემთვის ძალიან ახლობელმა ადამიანებთან ქონდა აი რა აი ვიდეოს არ მოусმინეს რა ანუ ეგრევე მოაწესრიგა რომ ამას თუ ლაპარაკობ ესე იგი ოცნების მომხრე ხარ რა ანუ აი всё მორჩა მოაწესრიგა რა არა აი უეჭველი შენ უნდა გამოხვიდე და თავპირი აი ესეთ უნდა შეიაკლა თავი თორე всё ოცნების მომხრე ხარ ანუ აი ეგეთი ის აი ეს როცა მაგასაც პატივი ხო არ უნდა უცე არა ხო აი მაგ კითხვას ეხა ჩამოვიდა ეგ ზუსტად ეგ მაინტერესებს შენგან რომ აი როცა ესეთი რაღაცები ხდება რა რომ ხო ანუ კვეთრად შეიძლება დაგახარისხო ან კვეთრად რაღაც შებარგა შენთვის აყვარელმა ადამიანებმაც ესე ვთქვათ რა აქ და ამას ეხები რომ მნიშვნელობა არ აქვს რა სილაპარაკებ რა მის twins თუ უნდა რომ ესეკნას აი მანდ გამოსავალი რა არის როგორ ხედავ შენ შეეხეგეთ რაღაცებს ხო ჩემთვის ისეც იყო რა იქ მომენტი როცა აქტიურად წავიდა რაღაც პროცესები ქვეყანაში და ჩართულობას ითხოვს თითქოს რა ყველაფერი რაც ხდება არის ჩემში რაღაც ნაწილი რომელსაც არ უნდა ჩართულობა აჰა არის ჩემში რაღაცა ნაწილი რომელსაც როგორ იქნება ჩართულობა კი არ უნდა უბრალოდ ეს ეზარება რა ეზარება რაღაცა მაგ ილუზიაში ყოფნა მოდი პირდაპირ ვეთყვი რა იმიტომ რომ თითქოს რაღაცა მივხვდით ჩვენ ერთიანობას სამყაროსი მივხვდით ჩვენ ჰარმონიაში როგორ შეიძლება ყოფნა მივხვდით რომ რაღაცები ხდება ეს რაღაცა და აი თითქოს აი სისტემასაც ხედავ როგორ გვაპირისპირებს ერთმანეთს სისტემა ამ სისტემის ერთ-ერთი ის რომ ვიყო თითქოს არ მინდა რა მაგრამ თან არის ჩემში რაღაცა რასაც აქვს რა რაღაცა ემპათია აქვს და რასაც ხვდები რომ არა მათე რაღაცა თანაგრძნობა საჭიროა ეს საჭიროა მოდი შეხედე და აკვირდი რა ხდება რა საერთოდ რა რაღაცა ჩაგრულები უნდა დაიცვა თუ ეს მოგოლის სხვადასხვა სწავლებები ხო სხვადასხვა რაღაცებს გვეუბნებიან და ჯოი გამოსავალი თითქოს ვიპოვე იმაში რომ თან ხედავ რომ მასობრივი სიძულვილია აი ამას ხედავ მასობრივი სიძულვილია და უფრო სწორად აი ამ მასობრივ სიძულვილში არ მინდა რომ ჩავერთო
ერთმანეთის გინებაში არ მინდა რომ ჩავერთო, იმიტომ რომ ფიზიკურად ცუდად ხდები. როცა სიძულვილის ტალღაში ვდგები. გინება არ შემიძლია რომ ვიღაცას დამწარეთ შევაგინო, ვინც არ უნდა იყოს გრძნობ ენერგეტიკულად და ფიზიკურად. როგორი წამლები შენ თვითონ, ხო? ხო, ფიზიკურად გრძნობ ამ ტკივილს. ვერ არ მაქვს ის იდეა რომ ვიღაცა საზიზღარი ტიპია და უნდა მოვაშოროთ და რაღაცა აი ეს მაგასაც ვერ ხედავ, მაშინ რა უნდა ვქნა, არ ვიცი და აი შიგნით თითქოს ეგ გამოსავალივით ვიპოვე რომ მოკლედ ხალხის სიყვარულში უნდა დავრჩე. აი ეს ოკეი, აი ეს ვიპოვე თითქოს რა. ხალხის სიყვარულში უნდა დავრჩე და ეს სიყვარული მიკარნახებს მერე თვითონ რა უნდა გავაკეთო რა. და მან შეიძლება მიკარნახოს ის რომ უბრალოდ კითხო როგორ ხარ და მე ვუსმინო. ხო. უბრალოდ მივიდე აქციაზე, განა იმიტომ რომ ვაგინო ვიღაცას, არამედ იმიტომ რომ ვუსმინო ვიღაცას. რომელსაც შეიძლება იმ მომენტში გაზიარება ჭირდება, რაღაც სითბო ჭირდება, შეიძლება ყურადღება ჭირდება და აი მაგისთვის ვიყო იქ. და არა იმისთვის რომ მე ვიღაცას მინდა რომ გადავამხო და ჩამოვაგდო და ვიღაც მგონია რომ საზიზღარია და ანუ აგრესიით კი არ წავიდე, არამედ ამითი წავიდე, ასე ვთქვათ რა. და ჩემი აზრით ეგ არის, რომ აი პატივისცემა უნდა გქონდეს რა ერთმანეთის. ვინც არ უნდა იყოს აი თანამებრძოლის პატივისცემა ერთია, ოპონენტის პატივისცემა. როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ოპონენტის პატივისცემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. თუ ძალიან საშინელია შენი ოპონენტი, გრძელ სურათში რო შეხედო, შენთვისაც კარგია, იმიტომ რომ შენ რაც უფრო ძლიერია შენი ოპონენტი, შენც უფრო უნდა გაძლიერდე, ხო? შენ განვითარებაზე ზრუნავ. აი თუნდაც იგივე ვედურ ფილოსოფიაში არის არაერთი მაგალითი მაგისი, რომ დემონები ღმერთის მსახურები არიან საბოლოო ჯამში. ხო. იმიტომ რომ ღმერთს ჩაეძინა და ამისთვის შეიქმნეს დემონები, რომ ღმერთს არ ჩაეძინოს და აღვიძებს. და მე ამას რო უყურებდი, ასე ვთქვათ, ამ პროცესებში, აი ხალხმა გამოიღვიძა რაღაცნაირად. გამოიღვიძა, რამ გამოაღვიძა ეს ხო რაღაცა ნეგატიურმა გამოაღვიძა. რომ არა ეს თავის თავზე ხო უნდა იყოს. რომ არა ეს ნეგატიური ვიღვიძებდი, სად მივდიოდით საერთოდ. ან კონტრასტიც რანაირად გეცოდინება აი რაღაცა რა სინამდვილე. ამიტომ აი ეს სურათი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ გვეჭიროს, მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ რაღაცა არ ვიცი, ახლა მაგაზე ვფიქრობდი, რომ მართლა თუ ეს ქვეყანა წავიდა დიქტატორული რეჟიმისკენ, ძალიან არ მინდა, აი ძალიან ცუდი იქნება და ბიჭო, აი გული დამწყდება მაგაზე, არ შემიძლია ეგეც რა. აი მე საერთოდ ვაფშე საერთოდ სხვა ხედვა მაქვს რა. ანუ აი არ ვიცი, შეიძლება მე ამიტურია თუ უტოპიურია თუ აზე არ ვიცი, მაგრამ მე რა ხედვაც მაქვს ეს მაქვს, რომ ანუ ეს ქვეყანა ვინ არის? ანუ სადმე ცხოვრობს ქვეყანა? ანუ სადღაც გავაღებ, დავაკაკუნებ და ქვეყანა გაგვიღებს კარს. ქვეყანა ვართ მე, შენ, მევი, ჩვენი მეგობრები, ვინც ამ პოდკასტს მოусმენს, ეს ტერიტორია, ყველაფერი ეს არის ქვეყანა, რაც პირობითად ვეძახით. ანუ ყველა ნებისმიერ თუ უნდა ეზოთერიკა გააერთიანეს ქრისტიანობასთან, თუ გინდა რამე სხვა ტრადიციაში, აი ყველა რო გულწრფელად ეხა, იმიტომ რომ ეს სწავლებები და ეს რაღაც რასაც ვაზიარებთ, იძლევა აი ამ რაღაც რაც ვილაპარაკეთ იმ რაღაცებს, პარადოქსალურ მდგომარეობას, სიმშვიდეს, რაღაც სიძლიერეს, შენი აგრესიაც ისეთი აგრესია აღარ არის, რაღაც ხვის დესტრუქციაში რო იგინები, ისე აღარ იგინები, იმიტომ რომ შენ თვითონ გბრიდავს ის რაც რო იგინები, გრძნობ რა, სხეულზე გრძნობ როგორ იწამლები ეგეთ რაღაცების დროს რა. მალე ყველაზე უფრო აი ესეთი რაღაც არის სტაბილური, მალე პატიობ რა, ანუ ესე რა შეიძლება გაგიჟდე, მაგრამ ეგრევე პატიობ. ეხლა რამხელა რაღაცა ეს ხო ყველას უნდა რა ესეთი რაღაცაები, შინაგანის სიძლიერე. მე უკვე ფასი ეძლევა შენ ფულსაც, ურთიერთობებსაც, ადამიანებსაც, მეგობრებსაც, რაღაცა სხვა რო ბალერში გობ, რა ჩვენს ხო უყურებთ ამ ფეხბურთს და რაღაც ჩვენს გვინდა რომ საქართველოს გაიმარჯვოს, ხო? რახან ერთიანობის ისა ფრეზე ხო არა? ფრეზ ხო არ ბალერში გობთ არა? ანუ ჩვენ გულშემატკივრობთ საქართველოს როცა რომ გაიმარჯვოს, ან კვარას, ან რაღაცას და ესეთ რაღაცებს ხო, აი ეს რაღაცებს გაძლევს ეს მსგავსი გამოცდილებები. თუნდაც მარტო ქრისტიანობაში რო იყოს და გულწრფელად იყოს, გულს ხსნიდეს და ამ რაღაცებს, ისიც მიიღებს ამ რაღაცას რა. ანუ, ამიტომ მე გამოსავალს ვხედავ, რომ
რაც უფრო ჩაგვეჭირება ჩვენ გინდა პოლიტიკურად, გინდა რაღაცა. ინდივიდები დაიწყებენ გამოგვიძებას რა, ანუ შეატრიალებენ ყურადღებას. ეხა რომ თქვათ, ნებისმიერ სამედიტაციო ცენტრებში აქ იქნება ლუმოსი, იქნება სხვა რაღაცა რაოდენობის ადამიანი დადის და სადღაც სხვა გასართობს იმებში თქვათ, სადაც მხოლოდ რაღაც უნდა დალიოდა რაღაც იმას ქრა ხო, ანუ იქ ბევრად მეტი დადის. რაღაც და იქაც ივლიან და აქაც ივლიან დაბალანსდება რა, ესე ვთქვათ რა, სულიერებას მე ვისკევდი იმას თავს დაანება, მე სისული არაფერს თავი არ უნდა დაანებო, ყველაფერი უნდა მიიღო, მაგრამ ანუ აი ესე რა, ნელ-ნელა თვითგამორკვევებით ხო, ეს და არ ვჯერა მაგის, რომ ჩვენ შიგნით გამოგვიძებას დაიწყებს, აი ჩვეულებრივი ჩვენ რა ადამიანები და იქ არაფერი არ შეიცვლება რა, ჩაგვაჭერენ და ჩვენ აქ წმინდა მოწამეები ავესრულებით იმით სულიერი ყვა. არ მოხდება ეგრე რა. რაც ქვემოთა, ის ზემოთა, ანუ მახარიშის ეფექტიც ეგ არ არის, რომ იძახის აკო ხოლმე, რომ რაღაც მედიტატორები რო იქნებიან გარკვეული რაოდენობის, ველი შეიცვლება რა, ანუ აი მაგის მაგრამ წამს რა. შენ რას ფიქრობ? მე მიმისი წამს, რომ თუ გავიზრდებით, ცნობიერება თუ გაიზრდება, საზოგადოების ცნობიერება თუ გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურ ხარჯზე უნდა მოხდეს, უბრალოდ იქნება ის, რომ კარმულად აღარ გეკუთვნის შენ. ზუსტად, ხო. ანუ ეს ხდება იმიტომ, რომ კარმულას რაღაც გეკუთვნის, ხო, და ის რაღაც აღსრულებლები არიან რა, ჩვენი შინაგანი სიბნელის აღსრულებლები. ეს რა ვიცი, ხა კომპრომისი არ არის ის რაღაცა, რომ მეკუთვნის და მიდი, ნუ ესეც არ არის რა. ესეც პარადოქსია, მოგაჭამთავ მიდია. ხო, ესეც არ არის რა, რომ თავს დაგიხრი, რადგან ესე მეკუთვნის. ეგრეც არ არის, მაგრამ ეს ხედვა რომ მეკუთვნის მაძლევს იმას, რომ მე ჩემ თავშიც მაქვს სამუშაო, მარტო გარეთ კი არ უნდა ვიბრძოლო, ჩემ თავშიც მაქვს სამუშაო რა და ორივე პლანზე სამუშაო მაქვს და როცა მე ჩემ თავში ვმუშაობ, ჩემი გარეგანი მუშაობის გზაც იცვლება. ხო. თუ მარტო გარეთ ვიბრძვი, მე უბრალოდ ფრუსტრაცია იქნება და მორჩა რაღაცა 5 დღეში ენერგია წამივა, 10 დღეში ენერგია წამივა, სასოწარკვეთას მივეცემი, იმიტომ რომ ამხელა მექანიზმია რაღაცა და რომელსაც ვერაფერს ვერ გავხდი და ბევრი ვიცით ეგეთი მაგალითი, ხო? ამიტომ ეს ორ პლანზე არის მოქმედება რა, ორ პლანზე ხდება მოქმედება და შინაგანში უეჭველი და გარეგანში, რომ აი შინ გარეთ რატო ხდება ეს, აი სამი ამას დროს იყო, სადგურუმ ძალიან სწორი რაღაცა თქვა რა. გარეთო თუ რაღაცას ხედაო რა, ძალიან ხშირად არის ესკაპიზმი, ესე თქვა, სულიერ ადამიანებში, რომ რაღაცას დავინახავთო და ესე ვამბობ, რომ ეს ჩემი კარმა არ არის და ჩაული გვერდს, რომ აი იმის კარმაა რა, ასე ვთქვა და არა, შენი კარმაა, რომ აი ეს დაინახო რა. რაღაცას რო ხედავ, ესე იგი ესეც შენი კარმაა, რომ ამას ხედავ. და რატო არის მაშინ ეს შენი სამუშაოა რაღაცა კუთხით შენს გაქვს ესე იგი სამუშაო და აი მაგ ეგ ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს ჩატრიალებული შიგნით რა, რომ მარტო გარეთ არ გქონდეს გაშვერილი ჩვენი ენერგია, ენერგიის რაღაცა პატარა ნაწილი, ყურადღების რაღაც პატარა ნაწილი ყოველთვის გვეჭიროს შინაგანზე. და ეს თავისთავადაც ხდება თითქოს რა, ეგეთი შეგრძნება მაქვს და მგონია რომ ვიზამთ მაგას რა, ასე თუ ისე რა, ნელ-ნელა ვიზამთ, იმიტომ რომ ცნობიერებაც იზრდება გინდა არ გინდა ადამიანების და თუნდაც იმისი რომ კი შეიძლება ვეომებოდე ვიღაცას, მაგრამ სადღაც მე მას მიუტევო. ხო. თორე ეს არის ეს ქრისტიანული ღირებულებების ქვეყანა ვართ, ხო? მე ბევრი არ გვჭირდება, უბრალოდ აი ამ ქრისტიანული ღირებულებების ზუსტად კი. პრაქტიკა გვჭირდება, მეტი არაფერი რა. აი მართლა არაფერი რა, აი დაჟე აი არ ვიცი, ეხა ხო შემოდის ეს მთელი რავი ნაკადები რა და კიდე შემოვა მაგიური, ისეთი დაოსური, ვედური, ინდუისტური რაღაცა, რა ვიცი, ეს ამერიკული, ეზოთერული ესეთ რაღაცა იხსნება და იხსნება, ხო, ამდენი კოუჩი, მასწავლებელი რაღაცა, აი მე ვერ წარმოვიდგენ ისეთ პრაქტიკები იყიდება, რომ აი რაღაც, რომ ადრე მე რო კიდე აი ვერ წარმოვიდგენ თუ ეგეთ პრაქტიკებით კი იქნებოდა, რომ ის რაღაც ამას ასწავლის და რაღაცა, ხო? ხო და აი ამას კაი ხარიცაა, ცუდი ხარიცაა ხო. ეს რაღაცები ხო, აი ესეთი და ადამიანებს და ეს აი რაღაცნაირად დაბნეული ადამიანებს ხედავ რა, რომ ის ვქნა და ან რეალურად ქრისტიანული
აი ეს ეზოთერული ქრისტიანო, აი პრასტო მართლა რომ გაიაზრო რა ქრისტეს ის სწავლება და იმ რიტუალებში გაცნობიერად რომ მიიღო მონაწილეობა რა, რაც არის საიდუმლოებები რა, ზიარება, აღსარება, ეს რაღაც. აი ამის აი არს მეტი მართლა საჭირო არაფერი არ არის რა. აი მე ესე ვხედავ. აი და შეიძლება რაღაცები просто დაგეხმაროს რა, კიდე მაგამდე რომ მიხვიდე. ეს მედიტაციები და ისინი მე დამეხმარა, მე TM-ი დამეხმარა მაგალითად რა, რომ ანუ არ ვიცი TM-ის მე 10 წელი რო აპრაქტიკე, ჩამერთო ეს რაღაცა, რომ ყველაფერი მუშაობს რა, ეს მოყოლილიც მაქვს რა, ეკლესიაში შევედი და უცბად ვაუ, მეთქი რა, ენერგეტიკა დგას აქ. მანამდე ის დახშული მქონდა ესა. აგნი დამეხმარა, რავი, ბევრი რაღაცები დამეხმარა მაგ რაღაცაში, ლოცვები, მედიტაციების ასე შემდეგ და ანუ აი რაღაც აი უბრალოდ ეს იმხელა თან ტაძრებში რო ენერგეტიკებია ჩვენთან ყველგან აი ნებისმიერი ტაძარში რა სადაც ევროპაში ეგრე არა მე არ მიგუზნია კათოლიკურ ტაძრებში ეგეთი ენერგეტიკა ანუ ეს რაღაც ეს რო უბრალოდ რო აი ცნობიერად რო გაკეთდეს მართლა რო ხალხი პროსტა ის ისე კი ისიც მუშაობს მექანიკურად რო დადიან აი ახლობლები მყავს რა ეგეთი ახლობელი მყავს ძალიან ახლობელი რომელიც მექანიკურად დადის აი ესე დიდად ხასიათებზე არ მუშაობს, მაგრამ ის ძალასაც აძლევს იქ საკმარისია, რომ ჩემი სხვა ნათესავები თუ დეპრესიები აქვთ, ისინი აქვთ რაღაცა, ეს ასაკში რავი ხოძეც არის, ძლიერია, რაღაცაში შეუძლია, ძლიერია ენერგეტიკულად, აი ძალიან ძლიერია რა. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათზე არ მუშაობს, მაგრამ ყველაფერს რო ასრულებს, ესე სწორად, მარხვებს იცავს, ლოცვებს იცავს, დილას, აღამოს რაღაცა ავი რა გამოარჩევ რა ჩემი დანარჩენი ახლობლებისგან აი ძალით გამოარჩევ და კიდე რაღაცა უნარებით რა ესე ვთქვათ რა რომელიც გაგდა აი ეს მე მგონი საკმარისია რა ჩემი აზრით აი ეს თუნდაც რო ქრისტიანობა რო კარგად გაიხსნას ესე ვთქვათ რა და შენ რამეს ეხა როგორ ხედავ მაგას რა ეხა ინდოეთის ამხელა გამოცდილება გაქვს რა აი ქრისტიანობის და აი აღმოსავლეთის ეს არის მან საფრთხე რო რამე ქრისტიანობა საერთოდ ამ ჰომოსექსუალურმა ნაკადმა გადაფაროს ან ხო ქრისტიანობაში არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რასაც ქვია პატიება და მონანიება ხო ეს არის ორი უდიდესი იარაღი რითიც ხდება გათავისუფლება გათავისუფლება არის მიზანი იოგასიც და ბუდიზმისაც. ხო. და როცა აი ვამბობ ქრისტიანობას გულისხმობ აი ამას, რომ პატიება მართლა შინაგანი პატიება, მართლა მონანიება მოხდეს რა. მონანიება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ დაინახავ შენ ცოდვილ სახეს. თუ არ დაინახავ შენ ცოდვილ სახეს, მაშინ რა უნდა მოინანიო? ცოდვილ სახეს დაინახავ იმ შემთხვევაში თუ შეხედავ შენ თავს. თუ არ შეხედე შენ თავს და ყოველთვის გარეთ ეძებ დამნაშავეს. მაშინ არ მოხდება მაგის დანახვა რა. ეგ ისევ ეგოს ტრიფებში წავალთ რა. და ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც სულიერ გზაზე ყოველთვის როგორ გითხრა შორტკატივით არის რა, მოკლე გზა არის რა, ძალიან მოკლე გზა. სხვა შემთხვევაში შენ შეიძლება პრაქტიკები უნდა აკეთო, იოგა აკეთო, რაღაც კუნდალინი მედიტაციები აკეთო, ენერგეტიკული წმენდები აკეთო, ისინი ესენი, იმისთვის რომ უბრალოდ ამ კარმისგან გაიწმინდო. როცა შეგიძლია უბრალოდ აი პატიება ითხოვო, მოინანიო მართლა გულწრფელად, გააცნობიერო და მოგეხსნას. და ეს არის ისე შეიძლება უნდა იხტუნაო და დინამიური მედიტაციები და აი ის ყველაფერი კაია, მაგრამ აი რავი, იმხელა გზა უნდა გაიგო. ეგ მე ვხედავ იმას, რომ უნდა დავიხმაროთ რაღაც ინსტრუმენტები, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული უფრო სენსიტიური გახდეს. ხო. ჩვენ ფსიქიკაში უფრო ღრმად ჩასვლა მოვახერხოთ. ქრისტიანობას აკლია ცოტა ფსიქიკაზე მუშაობის, ისინი აი რაღაც ბუდიზმს აქვს მაგალითად. ფსიქოლოგიაზე მუშაობა აკლია და ანალიტიკური მედიტაცია. ფიზიკურ სხეულზე მუშაობაც აკლია. აი შეგვიძლია ეს ფსიქოლოგიაზე მუშაობა ბუდიზმისგან ავიღოთ, ფიზიკურ სხეულზე მუშაობა თუნდაც იოგასგან ავიღოთ და დანარჩენი წვენი მარილი იქონდეს ქრისტიანული. ქრისტიანულში არ გულისხმობ მაინც და მაინც ინსტიტუციონალურ ქრისტიანობას და რელიგიებს.
წმინდად ქრისტეს სიტყვებს გულისხმობ. და არ გულისხმობ მე სხვადასხვა ინტერპრეტაციებს, იმიტომ რომ მეტნაკლებად ეგ ცოდნაც რაღაცა ცოტა შეიძლება დამახინჯდას ვერ ვიტყვი, არის ეგ იმპულსი ჩვენთან შენარჩუნებული, სუფთა იმპულსი არის შენარჩუნებული, თუნდაც ეკლესიებში. შეიძლება იმ ღვთლებშიც მინახავს, რომ რაღაც მომენტში საოცრად გამტარია და რაღაც მომენტში ისეთ უმეცრებაში მინახავს იგივე ადამიანი, რომ გამკვირვებია. მაგრამ აი შეიძლება რომ შედის რაღაცა სხვა რაღაცა. ხო და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია რა. კი ბატონო, ხო და საფრთხეს არ ვხედავ, შესაძლებლობას ვხედავ. ხო. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ეგრე არის რა. და შესაძლებლობას გამოყენება უნდა. თუ საფრთხეს დავინახავ, მე თავდაცვა ჩამერთვება. თუ შესაძლებლობას დავინახავ, ავიღებ იმას, რაც მჭირდება იქიდან. აი სანამ წახვიდოდი ინდოეთში, მაშინ რომ საუბრობდით ხოლმე რა, საქართველოს მისია და ეს რაღაცეებზე რა. და აი რაღაცას ხედავთ, თქოს რაღაც ქვეყნებსაც, აი რავი, ლოგიკური არის რა, ეხა აღმავალი კვანძით თუ გააკეთა რაღაცა რუკაში ხო არის რაღაც გასაკეთებელი გეხმარება რა იმას რომ გააკეთებ, დაბალანსდება სტიქიები რაღაცები, კარგად გახდება. ანუ ქვეყანას რო ერთი ინდივიდთან რაღაცა ეგრეგორად ავიღოთ, შეიძლება კონდეს რაღაც დანიშნულება, ხო? აი ნუ რავი, ზვიად დიც მაგას წერდა რაღაცებს, ხვებიც არა მარტო და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი შენ ეხლა აი ადრე როგორ უყურებდი ამას რა და თუ რამე შეიცვალა ინდოეთის მერე რა აი ამ ქვეყნის როგორც მისიის დანახვაში ნიშნულობა დაკარგა ანამდე უფრო ნიშნულობას ვანიჭებდი ეთყობა ეხლა ნიშნულობა დაკარგა ხო ნიშნულობის დაკარგვა მომცა ის რომ ცოტა უხეშად შეიძლება ვთქვა, მაგრამ ფეხებზე მკიდია აღასრულებს თუ არა ეს ქვეყანა თავის მისიას, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ აღასრულებს. და ამან მომცა ის რომ მე შემიძლია ვითამაშო. აი სიხარულით ვქნა და არა სტრესით. ხო. მე თუ ძალიან კონცენტრირებული ვიქნები რომ ამ ქვეყანამ თავისი მისია უნდა აღასრულოს, შეიძლება იმდენად კონდეს ჩაჭერილი ამაზე რომ რაღაც პროცესები ვეღარ დავინახო, რაც ამის გარეთ ხდება. ხო. და შეიძლება ილუზიაში გავყოთავი ასე ვთქვათ რა. და აი ეს ნაცეს სიმშვიდესავით მოიტანა რომ ეხა დიდად ვიცი. აღასრულებს რა აღასრულებს რა. არც საიდან მოვსულოთ, არც საიდან წავალთ რა. განადგურდება მაინც ადრე თუ გვიან ყველაფერი. დარჩება ის რაც არ არის. ხო. ხო და ყველაფერი წარმავალია, ესეც გაივლის, ისიც გაივლის და ამიტომ ეს რაღაცა ადრე მქონდა შეპყრობა საქართველოს სიმართლე რო გითხრა რომ ხედავ ამ პოტენციალს, აი ხედავ ამ პოტენციალს ძალიან სიღრმეში და როგორ მინდა რომ ეს აყვავილდეს, აი ძალიან მინდა სურვილი მქონდა ამის. ხო. ეხაც მაქვს. სურვილი ეხაც მაქვს. და როცა აი პოტენციალს რო ხედავ და რო ხედავ როგორ ნიავდება, როგორ ფუჭდება, აი გული მიკვდება რა. აი თუნდაც აი რა შეიძლება გაკეთდეს, აი ჩემი სოფლის მაგალითზე ვიტყვი, რომ აი არაჩვეულებრივი ულამაზესი კანიონი გვაქვს, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე და სულ იდეები გქონდა მეც ჩემ დეიდაშვილებსაც, ბიძაშვილებსაც, აი ძილისწინ რო წამოწებოდით, აქ ის ვქნათ, ეს ვქნათ, აი ვაშენებდით ფანტაზიაში ჩვენ სოფელს რა. და ეს ძალიან ბავშვური იყო თან რა. და აი უცბად რაღაცა შემოდიან ინვესტორები და ინგრევა ბეტონი რაღაცა ხდება და ხედავ როგორც ეხება ეს კომერციის რაღაცა ხელი რომ და აი გული მიკვდება რა. გული მიკვდება რომ ეს პოტენციალი რაც აქვს ქვეყანას. აი ესე უმეცარი ინდივიდებისგან ძალიან ზიანდება. და ეხა რა ვქნა, ეხა უხსნა მე რომ სისულელეს აკეთებ. და ის თავდაცვაშია და თავს იცავს და ის პირიქით მე მიხსნის რომ არა მე ძალიან სწორ რაღაცას ვაკეთებ და ვერ ვწხდები რომ ვერას დროს მე ამას ვერ დავარწმუნებ მაგაში რომ სისულელეს აკეთებს. და აი ეგ გულის წვეტები მაქვს ხოლმე სიმართლე რო გითხრა და აი ხა უფრო აი როგორი განწყობა მაქვს იცი უფრო მეტი მხიარულება მაქვს შინაგანი. ხო. და მხიარულად მინდა რაღაცები რო ვაკეთო. და მე მგონია რომ აი სადგურს მიდგომაც მაგიტომ მომწონს რა. აი სეივსოილ ხო დაიწყო კამპანია, გადავარჩინოთ ნიადაგი რამხელა კამპანია წარმოიდგინე რა და რეალურად ძალიან დიდი ტრაგედია ხდება ნიადაგის ამბავში. ინდოეთში ფერმერები თავს იკლავენ.
წარმოიდგინე რომ ხმა მიაწვდინონ ადამიანებს რომ ანუ იფიტება ხო მიწა იფიტება მიწა და სადღაც 40 წელიწადში 50% უხეშად თუ ამბობ ნიადაგის იქ გახდება უდაბნო დედამიწაზე თუ ინდოეთში დედამიწაზე გახდება უდაბნო რაც იმას ნიშნავს რომ გლობალური შიმშილი დაიწყება და შიმშილის გამო რა თქმა უნდა ომი დაიწყება რესურსი ძლიერი ვინც არის სუსწართმოს და კატასტროფა ხდება და ეხა ისეთი ადამიანი როგორც სადგურო ხო ხედავს ამას ხედავს უეჭველი ვიცი რომ ხედავს და თან როგორი მტკივნეულია რომ ამ პლანეტას ეგ ემართება თან ფაქტები გაქვს ვიდეოები გაქვს უკვე მეცნიერების დასაბუთები ყველაფერი გაქვს რომელიც ამას გიხსნის და გეუბნება რა ნუ ტიპმა დაიწყო კამპანია ჩადო ამ კამპანიაში ყველაფერი და როგორი მნიშვნელოვანია წარმოიდგინე რომ ნიადაგი გადავარჩინოთ მაგრამ ყოველთვის გვეუბნება ეგეთ რამეს save soil მაგრამ თამაში არ დაგავიწყდეთ ანუ ხა შეიძლება ცოტა უხეშ ციტირებას ვახდენ მაგრამ სიცილი არ დაგავიწყდეთ ხო აი მაგას ამბობს რომ სიცილი არ დაგავიწყდეთ რა let's make it happen but let's make it happen like a joy with joy ხო ძალიან სიხარული არ დაგავიწყდეთ რა და ეს სიხარული ნიშნულოვანი ბრძოლაში საჭიროა რა აი თან თამაშიც კონდეს შინაგანი ხო მესმის და თან ისიც იყოს რა ეგეც პარადოქსია რაღაცას თან მნიშვნელობას ვანიჭებ და თან არც ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას ხო ხო ინდოეთის თემაზე კიდე ერთი რას დავაკვირდი მე რომ ანუ აი მასწავლებლად მიიღება შეუძლიათ ადვილად რაღაც აი გურუს რა ტრადიცია ძალიან ისე აქვს და ეს გურუია ერთი გურუ ვიღაცა რა შენ რაღაცას ასწავლი რაღაც ხო ის უკვე გურუ შენ გურუ ხარ რა მაგისი რა და ეს პატივისცემის ის არის რა აქ ხედავ ხოლმე მაგ პრობლემას საქართველოში რა ჩვენ არ გვეღვასება ჩვენ არ გვევასება აი გურუები იმ მაგ სიტყვაზეც ალერგია გვაქვს მაგრად და ხშირად ნეგატივ კონტექსტში ვარ ეს გურუო აი რა მოხდა დაიწყე გურუობა ხო დაიწყე შენ ეხა გურუ გახდი და რა მოხდა ხო შენი გურუ ვარ აი რა მოხდა რომ გურუ კულტურაში არ გვაქვს ეგ რა ეგ პრობლემა ერთი მამუკას მანგოშვილზე გადაცემის კომენტარი იყო რა დიდად არ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს რა მაგრამ აი იქ რაღაც ესე მოხდა რომ ვკითხულობდი და ბიჭო ანუ რავი რა 60 წლამდე ტიპი არის რა გამოიყურება 35 წლის ბიჭივით ანუ ჯერ მარტო ეგ ხო სასწაული არის რა შენ რავი შეიძლება 22 წლის ტიპი ხარ ვინც კომენტარს უწერ შეიძლება უკვე რაღაც რავი შაქარი გაწუხებს და 1000 რაღაც პრობლემა გაქვს რა ვეღარ მოძრაობ overweight ხარ რაღაცა და რო უწერ ტიპს უწერ რო ისა რა ქვია და ის ყვება რაღაცებს თავის ვარჯიშებზე რომ ეს ამაშურო და ტიპები უწერდნენ რომ ისა თმები რატო ვერ ამოიყვანეო თუ ეგეთი რა ხდება რა ანუ რას ხო ხედავ რომ უკვე სასწაულია რასაც ანუ ეგ რო მაგას შეუძლია მაგ ასაკში ეგეთი იყოს ყველა პარამეტრში შეგვიძლია გაჯობოს სირბილინა დაწყებული სმით დამთავრებული რავი დაუგურუდი რა ანუ გურუა ხო შენი რა მოხდა რომ გურუ იყოს ანუ იმ რაც იცის იმაში შენი გურუ არის ამ პარტავნება და სიამაყე რა ეგ არის და თან კულტურაში არ გვაქვს ჩვენ ეგ რა მოსწავლებლის ტრადიცია ჩვენ არ აქვს კულტურაში და იქ არის ინდოეთში არის ეგ მასწავლებლის და მოსწავლის ტრადიცია არის და ყველა ეძებს მასწავლებელს ჩვენთან არ არის რა ეგეთი ხო და რატო არ არის ეგ ბიჭო რა ვიცი რატო არ არის არ ვიცი ალბათ ეგ სწავლებიდან გამომდინარე არის რომ არ ყავდა რა არასდროს ხო მაგრამ მამაო და მამას რას ეგ მოძღვარი ხო გურუ არის რეალურად ანუ წესით ეგრე უნდა იყოს ხო გურუ არის ვინც სინათლეს უნდა წაგიყვანოს ხო ანუ რა სიტყვით ნიშნავს სიბნელეს ვინც ფანტავს ხო და რაღაც საკითხში გიფანტავს რა ხო კარგია რა ეგ ისევ ამპარტავნებასთან მივდივართ ისევ ქეთმაღლობასთან მივდივართ ამპარტავნება ჩვენ ძალიან გვაქვს ძალიან მაგასთან მივდივართ და რაღაც უნდა მეთქვა ეხლა და დავავიწყდა იმას ყვებოდი რომ მასწავლებლად ადვილად იღებენ და ჩვენ ვერ ვიღებთ ხო კარგი თუ გამახსენდება ვიტყვით არა უშავს თუ
უყარ ხარ დაბრუნდა. ხო, აი გასწავლებ მაგას ხო ალბათ ეგ გვაქვს ინდოეთისგან რაღაცები ხო შეიძლება რომ ვისწავლოთ რა ინდოეთისგან. ჩვენ ვასწავლოთ სისუფთავე რომ ქალაქში მე რო ჩამოვედი აი ფეხში შველა მინდოდა სიარული. ფლოსტებით დავდიოდი რაღაც ფეხში შველაც მინდოდა მეთქი რა მაგარია რა ისა ჩემ ქალაქ ქვეყნთან მაგრამ მომენატრა რა თბილისი და თან რა სუფთა აი ძალიან სუფთა ქალაქია რა ინდოეთთან შედარებით რას ლაპარაკობ იმე ერთი რო ჩამოვედი რაღაც აი ის იყო მოწყენილობა იყო ენერგეტიკული მოწყენი სიმშვიდე იყო ყო მოწყენი იქ რაღაც ღვთაებრიობა სულ რა სიგიჟია მაგრამ ღვთაებრიობა რა და აქ იყო რაღაცნაირი მოწყენილობა შენ რა დამუყამე რო ჩამოხვედი კონტრასტები რა ძალიან დაძაბული და სტრესული იყო ძალიან და გაღიზიანება იყო რა ბევრი ეს გაღიზიანება ყველა ფეხის ნაბიჯზე იმჩნეოდა და თავი რო ჩამოვედი მეგობართან ერთად ჩამოვედი რომელიც ასევე ინდოეთში შემხვდა იქიდან ერთად ჩამოვედით და ნუ იმისი თვალთაწერიდან კიდევ უფრო საინტერესო იყო იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ნაცნობია სიტუაცია და ეხა იქ მაინც ყველა გიღიმის რაღაცა სიყვარულს და პატივისცემას მაინც გამოხატავს ყველა უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი მნიშვნელობა არა აქ ეს ადგილობრივი როგორი ღატაკიც არ უნდა იყოს მაინც იცინის მაინც გიცინის შეიძლება ანგარებით გიცინის და შენგან რაღაც ჭირდება მაგრამ მაინც გიცინის რა და აქ ეგეთი გახსნილი ვერ იქნები ეგ დავამუღამე რომ ძალიან ნეგატიური და სტრესული არის და ცოტა დაბღვერილიც ვუყურებდით ერთმანეთს და გამყიდველებიც და რაღაცას ვყიდულობ ეს შეიძლება შემოგხედოს ის და ხო მე გადავწყვიტე რომ თქი კარგი ცოტა დასტრესილი არის ხალხი და უბრალოდ ღიმილს დავარიგებ რა ქუჩაში ვიღაცას თუ გავხედავ აი კონტაქტი თუ მექნება ესე გულით გავუღიმებ რა რომ მორჩა რა და მივხვდი რომ ეს ცოტა იქნება ჩაუშვა თქო რა. მე გადავწყვიტე რომ გავამხიარულო და ეს პატარ-პატარა ინტერაქციები თუ მოგხობენ მაღაზიებში რაღაცა ვცდილობ რომ გავამხიარულო. ხო. იქაო, იმიტომ რომ ხო აი ეგ დაძაბულობა და სტრესი თან ეხ დროებით ხილიანზე ვცხოვრობ. და ერთი ჭუბი მოხდა. ორი ჭუბი მოხდა. ხო. და ძალიან ბევრი ეგეთი ამბავი დაფიქსირდა, როცა ვიღაცა ცემეს კიდე ჩემი ძმის მეგობარის ცემეს, ასევე ჩემი მეგობარი ძალიან საყვარელი ადამიანია, ისეთი კატასტროფა ამბავი გავიგე. პოლიტიკურ მომენტში თუ ისე? არა, ფეხბურთელია და ფეხბურთის თამაშის დროს, თამაშის მერე რაღაცა მანიაკალურობა რა. მიეპარა ქვაჩაარტყა უკნიდან თავში. აი რას ლაპარაკობ. კომაში არის და გამოიყვანეს კომიდან ძალიან მდგომარეობაშია და გული მომიკვდა ეგ რო გავიგე და აი თან ეგეთი ამბები რო ვრცელდება. ეგეთი ამბების გავრცელება კიდე უფრო სტრესს იწვევს. თან როგორ არ უნდა გავრცელდეს ახლა ეგეთი რაღაც რო ხდება ხო? ხო. ხო. თან პატარა ქვეყანა ვართ, ყველაფერს ძალიან სწრაფად ვიგებთ და აი რამდენიმე ეგეთი ფაქტი რომ მოხდა იქ ვიღაც ცემეს, იქ ვიღაც ცემეს, იქ ვიღაც მოკლეს, იქ რაღაცა ეგ საბოლოო ჯამში ქმნის ძალიან დაძაბულ ატმოსფეროს რა, ძალიან დაძაბულ ატმოსფეროს და მაგას ვგრძნობ ახლა და რომ დაძაბულობა არის რა. მესმის ხო. ოკეი. ხო, ცოტა სირბილე და ისჭირდება. არ ვიცი ვნახოთ რა. დედამი ახლა აი გლობალურ მასშტაბზე გავიდეთ და ნელ-ნელა დავასრულოთ. აი დედამიწის მასშტაბი მაინტერესებს, აი თავარ მოვლენებს რა, ახლა როგორც ვითარდება რა, თუ ადევნებ თვალყურს რაღაცაები, პოლიტიკურს რაღაც. ხო. აი და ანუ ჩვენს ნაწილები ვართ ამის და ეხა აი ამ ცოდნიდან გამომდინარე რაც გქონდა, რაზეც გვილაპარაკია რომ ერწყულის ეპოქა, მე რაღაცები სამიზე პლანეტამ ნიშანი შეიცვალა, ანუ ენერგეტიკული შეიცვლება რაღაცები ხო, ანუ ხელოვნური ინტელექტი და ესეთი რაღაცები რომელიც ხო. ანუ რას აი როგორ ელოდები აი შინაგანად, როგორ საითკენ მივდივართ რა, ესე ვთქვათ, ყველანი, რა მიმართულებისკენ მივდივარ. აი ეს ტექნოლოგიები და ეს რაღაცები გამოიწვევს იმას, რომ რაღაც ხო, კაი ხარეც აქვს ხო, ერწყულის რაღაცა იმ აღწერილობებში ჯდება ეს ყველაფერი რა და ყველას გვეხმარება თუნდაც ChatGPT ავიღოთ ან რაღაცები და ხო, და ხო, ეს ყველაფერი წავა იქითკენ, რომ უფრო გაგვაერთიანებს და უფრო გაგვიადვილდება და ხალხი 300 ლარად აღარ იმუშავებს მაღაზიებში და რობოტები იქნებიან.
და ის ხალხი თვითგანვითარებისკენ წავა და პირიქით მაღაზიებში ხალხი თუ ხალხი იმუშავებს და რობოტები სულიერებას რობოტები გასხივოს ალბათ ადამიანების ცნობიერებაზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში რა მე ვფიქრობ რომ ბუნებასთან კავშირი არ უნდა დაუკარგოთ არც ერთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბუნებასთან კავშირი შევინარჩუნოთ და ამას ვიჩვენებ მაგის დაკარგვაც ალბათ გამორიცხულია იმიტომ რომ მოუკვდებით მაგის გარეშე ძალიან დიდ ტანჯვაში ვიქნებით ერთი არის რომ ძალიან დიდმა ტანჯვამ გამოგვაღვიძოს და მეორე გზა არის რომ სიხარულის გზაზე ვიაროთ და რასაც ვამბობდი რომ ბაშარს რაც აქნა თქვა რომ follow your excitement მიყევი შენ ახტაცებებს აი ამ ახტაცებების გზით განვითარდეთ ან ძალიან ტანჯვის გზით განვითარდეთ რა და არ ვიცი ხა როგორ მე მინდა სიხარულის გზით რომ განვითარდე ცოტა ტანჯვასაც მივიხებდი ეგეც მომწონს ხოლმე ხანდახან ჩაკაჭე ხო მეც მომწონს მეც აი რაღაც ტრადიციებში ახარ დავასახელებ რომ არ გაუტყდეთ ყოფილ ვარ პრაქტიკებში სადაც იყო ეს მარტო კარგად ყოფნები რა ანუ იყო ეხა სტრესები რაღაც მაგრამ კარგად რო ხარ და ნეტარება და მე და ლაშა რაღაც სადღაც ქუჩაში ვიდექით ყაზბეგის რაღაც გამზირზე თუ სადღაც და იმ ხელან არაფერი მიღებული არ ქონდა რამე შემთხვევაში უბრალოდ აი ამ რაღაც მედიტაციური თქო ისეთი რაღაცა ნაკადი მოდიოდა ტალღების რა რომ იმდენი შთაბეჭდილება იყო არაფერში აი ქუჩაში რომ ადგილს ფეხს ვეღარ გავადგავდით რა ეს რა რო ხარ და უყურებ ამ რაღაცას რა გეგონება რაღაცის ქვეშ ხო და მე ანუ აი ქრისტიანობის ის რა ეს ცოტა ეს სინანული აი ეს რაღაცა ტკივილი სხვის ტკივილი რომ ხალხს ტკივა რაღაცა რა აი ბუდიზმშიც მაგრა არის ეგ რა compassion ბუდას რასაც ეძახიან რომ აი ადამიანები იტანჯებიან ახლა ის რა აი ეს მეც მევასებ არ ვიცი რა ამასთან ახლოს თუ არა ვარ ეს მარტო გაბედნიერებული გაღიმებული მშვიდი როჟა აი მე არ შემიძლია მე გარა ვარ რა ჩემი არ არის ესე ვთქვა ხო მესმის რასაც ძახი შენც კი მესმის რასაც ამობ იქ ტანჯვას ვთქვა წყალებში რო თქვა გვეხმარება იმაში რომ ეს რაღაცა სულიერი ეგო არ გაგვექცეს და ხიფრში არ ჩავარდეთ და ნეტარების დროს არ წავიდეთ სადღაც ნეტარებაში ხო აი ეგ ლამა იგორმა გვითხრა ერთხელ მაგარი რაღაცა რომ აი ნეტარებაში თუ წახვალთო და თუ შეატყობთო რომ რაღაცა ოვერდოზი გაქვთ ნეტარებისო უბრალოდ გაიხსენეთ ხალხი როგორ გაჭირვებაშია და მორჩა და ეს რაღაცა ძალიან კარგი ის მომცა რა მინიშნებასავით ხო და რასაც გულისხმობ ახტაცების გზაზე ახტაცების გზაში არ გულისხმობ რომ აი ნეტარებაში თრიფავ და შენ აღარ გახსოვს რაღაც თანაგრძნობა რა ახტაცების გზაში გულისხმობ იმას რომ შეიძლება იყოს შემოქმედი გადარჩენისთვის კი არ იბრძოდე არამედ შემოქმედებაში იყო სულ რა და შემოქმედებაში ყოფნა ძალიან დიდი სიამოვნება არის შემოქმედებაში ყოფნა არის რაც შემოქმედთან გაახლოვებს და საბოლოო გზა ხო ეგ არის თუ ევოლუციას შევხედავთ რომ რაღაცნაირ შემოქმედთან მივიდეთ და შემოქმედები გავხდეთ და შემოქმედები ვართ ახლა მეტნაკლებად ასე თუ ისე რა მაგრამ თუ ჩვენ ნერვულ სისტემაში და ტვინში ჩართულია თვით გადარჩენის ინსტინქტი ეს შემოქმედებითი გონი კვდება და შემოქმედები ვართ რა და ეს შემოქმედება იღვიძებს მაშინ როცა აი ბავშვურ მდგომარეობაში ხარ ამ ახტაცებაში ხარ რატო იძახიან ხოლმე რომ ეს ბავშვური და შემოქმედებითი ენერგიით და იგივე და ამიტომ გვჭირდება რა თუნდაც აი შემოქმედებით ენერგიაში არ გულისხმობ იმას რომ ან პოეტი უნდა იყო ან მხატვარი უნდა იყო არა შეიძლება შემოქმედება იყოს ყველა შენი შემდეგი სიტყვა რასაც სიტყვი ყველა შენი თელი დღე შენი აქტი შეიძლება იყოს შემოქმედება სახლის დაალაგება ხო გარეცხვა საჭმლის მომზადება პრასადია რა ღმერთს მოწყვეტ უბრალოდ enjoy რა აი ახტაცებაში იყო ამ ყველაფრით რა ხო და ჯადოსნურობა აი მაგას აი კიდე რას ეს გზარასაც გაძლევს აი ჯადოსნურობა არსებობის ყოფიერების ჯადოსნურობა რა ყვავილი რაღაცა ისა პატარა რაღაცეები რა არა საჭირო ეს რაღაც დიდი რაღაცა აი პატარა რაღაცა განშორება დაბრუნება რო არ იყავი ხა ისევ გაიჩითე აქ აი ამ ჯადოსნურობაში როდესაც ხარ გიხარია რა სიცოცხლე გიხარია. როცა სიცოცხლე გიხარია მონაწილეობს სიცოცხლეში. და თუ არ გიხარია სიცოცხლე და ვერ ამჩნევ ამ ჯადოსნურობას. მოწყვეტილი ხარ ღვთაებრივ ყველა ვარიანტში. პროტესტი გაქვს შინაგანი სიცოცხლესთან და ეს პროტესტი სიცოცხლესთან ვლინდება დესტრუქციაში, თვით დესტრუქციაში და გარეთ დესტრუქციაში. და მე შეიძლება ეცადო რომ აი რაღაცა
ჩვევები შეცვალო ისა ესა, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ სიცოცხლესთან გაქვს პროტესტი. ხო. იმიტომ რომ ამ ჯადოსნურობაში არ გინდა მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ სიცოცხლეზე შენი წარმოდგენა გაქვს რა არის სიცოცხლე. ეს წარმოდგენა შეგექმნა შენი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და დაადეს ფილტრი სიცოცხლეს და გადაწყვიტე რომ ესეთი არის. ხო. და მე ამაში მონაწილეობის მიღება არ. კი, აი ზუსტად ეს ამოსაჭრელია რილსად გავუშვებთ ამას. სიცოცხლეში უნდა ვიმონაწილეოთ მე ამას. ხო, ძალიან კარგი. ძალიან. ბოლოს ახლა მითხარი უცბად დავასრულოთ ახლა, თორემ მე მგონი იქ ნახელებს იქნევს. აი ახლა რას აპირებ ანუ რა გეგმებში ხარ? ეს მომცა ერთი საზღვრები გაიხსნა, ეგეთი განცდა უფრო საზღვრები გაიხსნა და გაშლა მინდა, უფრო გახსნა მინდა, კიდევ გახსნა რაღაცა აღმოჩენები მინდა რომ გახსნა ხო ლიმიტების კიდე რაღაცა. აი რაღაცა შეიძლება კინოს გადაღება მინდა, დოკუმენტური შეიძლება რაღაც აი თითქოს ეს ეჭვები რაც მაჩერებდა აი მინდა რომ აგებ ტურებსაც მიეწაკი შენთან ერთად ინდოეთში. კი, ძალიან მინდა რომ აიგე ერთად წავიდეთ. საოცარი გამოცდილება. და რაღაცები და ერთად ხალხთან ერთად რო წავიდეთ ინდოეთში. სხვადასხვა იმაში. ძალიან მინდა რომ ეგეც ვქნა და აქაც რაღაცები გავაკეთო საქართველოში და ამ excitement-ს წავყვერა. ხო, კი. ჯერჯერობით ესეა. ძალიან მაგარი. იხარია რა ვიცი. მიყვარ ხარ? მეც ძალიან და მადლობა ესეთი სიღრმისეული საუბრებისთვის რომ უბრალოდ ამბები არ მომაყოლე ინდოეთის იქ რა ჭამე და გადმეცინა და რაღაცა უფრო ღრმა საუბარი იყო და მინდოდა ამის გაზიარება ძალიან მადლობა დიდი რომ მადლობა შენ რომ ჩვენთან ხარ. დღეს სულ ეს იყო შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა. ნახვამდის. კარგად.